ვაგრძელებთ საუბარს და ძირითადად გვაქვს ხოლმე სემინარები თეორიულ საკითხებზე, კლინიკურ საკითხებზე და დღეს ვისაუბრებთ ფორმაციაზე. ოღონდ ეს იქნება ესეთი გაცვლითი საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ ასოციაციაში საფრანგეთთან ერთად გადის ფორმაციას და ბევრს აქვს ამასთან დაკავშირებით კითხვები, შეიძლება კითხვები ძალიან ტექნიკურიც, პროცედურასთან დაკავშირებით, ან ძალიან პირადი ანალიზისთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. და აი კატრინ პატარა შესავალს გააკეთებს ესპასანალიტიკის სადამფუძნებლო ტექსტების და ესპასის სადამფუძნებლო ტექსტები, რომლებიც ეხება ფორმაციას და ასოციაციის ფუნქციონირებას, არის ფრანგული ესპასის საიტზე. შეგვიძლია ვნახოთ და უბრალოდ ვათარგმნოთ როგორც და გადავიკითხოთ. კატრინი უბრალოდ რეზუმირებას გააკეთებს ამ ტექსტების და მერე უკვე გვექნება დისკუსია. D'accord, qu'est-ce que tu dis? Oui, j'ai dit que tu es d'accord. J'ai dit que on fait des séminaires toujours théoriques et cliniques et aujourd'hui, parce que beaucoup sont en formation, beaucoup veulent commencer leur formation psychanalytique. Et qu'est-ce que ça signifie dans des sociétés lacaniennes et plus particulièrement l'espace analytique? Et que tu vas faire une introduction avec tes textes fondamentaux. Alors, je vais me présenter rapidement, Oui. très rapidement. Donc, je suis Catherine Saladin-Grézivatz et j'ai été membre de l'école freudienne 1978-19. Et puis, à la dissolution, Maud Manoni donc, a fondé le CFRP d'abord, dont j'ai été membre, puis Espace Analytique. Donc j'étais analyste praticienne au CFRP et membre analyste. Ça veut dire que j'ai passé un jury et que j'expliquerai ce que c'est. Et donc, depuis la fondation d'Espace en 1994. Voilà. მე წარვადგენ მოკლედ ჩემ თავს ასოციაციაზე რა ხომ ლაპარაკობ სხვა კუთხით 1978-79 წლებში გავხდი ეკოლ ფროიდიანის წევრი, რომელზეც ჩვენ გუშინზე მქონდა ლაპარაკი და მე ესე იგი მას შემდეგ როცა დაიშალა ეს ასოციაცია 1980 წელს 1982-ში დაფუძნდა ასოციაცია, რომელზეც აგრეთვე ილაპარაკობთ წინუსწრებდა ესპასს და აქ მივიღე უკვე მონაწილეობა, გადავედი ამ ასოციაციაში და 1994 წელს, როცა დაფუძნდა ესპასი, გავიარე ჟიური და ყველა პროცედურა უკვე პირდაპირ და გავხდი ესპასის წევრი 94 წელს. Alors, sur le site d'Espace Analytique, vous pouvez trouver des textes fondateurs, le règlement et les différentes catégories de membres, mais aussi des textes très intéressants d'analystes qui ont été fondateurs, c'est-à-dire Octave Manoni, Joël Dor. Ils ne sont pas signés, mais vous pouvez les lire, on peut les translater, je pense. და ესპასის საიტზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სადამფუძნებლო ტექსტები, რომლებიც საფუძველდებარე ტექსტები და დაედო საფუძვლად ასოციაციას. აქვე არის მოდ მანონის ტექსტები, ოქტავ მანონის, ჟოელ დორის და სხვა დამფუძნებლების, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ ფუნდამენტურ მოსაზრებას თუ როგორ უნდა იყოს ფსიქოანალიტიკური ასოციაცია და ფორმაცია. Alors, je ne vais pas lire le texte tout de Manoni, je vais citer une phrase qui me semble très importante, qui est vraiment quelque chose d'important pour Espace. C'est le... ყველაფერს არ წავიკითხავ, ცხადია, მაგრამ რამოდენიმე ციტატას ვიტყვი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, თქვათ, აი ამ ტექსტებიდან ამონარიდები. Elle dit, je fonde une association de formation psychanalytique et de recherche freudienne, Espace Analytique. ის ამბობს, ესე იგი, ამ ტექსტში, რომ მე ვაფუძნებ ასოციაციას სახელწოდებით psychoanalytique formatiisa და ფროიდიანული კვლევის ასოციაცია Espace Analytique. Alors, elle dit freudienne parce que ce terme recouvre tout le champ de la psychanalyse sans exclusive, aussi bien Dolto que Lacan et les anglo-saxons. ის ამბობს ფროიდიანული, ახლა განმარტავს ამ სათაურში თითოეულ სიტყვას, ფროიდიანული, რადგან ეს სიტყვა მოიცავს ყველა მიმდინარეობას, რომელიც ვერ აუქცევს გვერდს ფროიდს,
აგრეთვე ფრანსუაზ დოლტოს და ლაკანის შემოქმედებასაც გულისხმობს თავის თავში სიტყვა ფროიდიანი. Et elle dit, elle le fonde aussi en mémoire d'Octave Manoni, son mari, qui était aussi membre de l'école freudienne et qui a fondé le CFRP avec elle, parce qu'elle dit, cela nous ramène en 1982, date où sous l'impulsion d'Octave, elle a créé le CFRP, qui n'était ni une association d'analystes, alors comment on pourrait dire, un repère de notables, qui n'était pas un repère de notables. Mais la phrase qui suit. Qui ne devait être ni une association d'analystes, ni une école, oui, ça fait rien, ça, ni une association d'analystes, ni une école. Elle dit, dans le sens qu'on n'est plus à l'époque de Lacan, où l'école se soutenait du discours de Lacan. De Lacan, oui. ანუ ის ამბობს, რომ აგრეთვე უძღვნიან დაფუძნებას ოქტავ მანონის, რომელიც იყო ლაკანის მოსწავლე ფროიდიანულ სკოლაში და 1982 წელს ამბობს ის, ჩვენ დავაფუძნეთ წინა ასოციაცია ფორმაციისა და ფსიქოანალიტიკური კვლევის ასოციაცია, რომელიც 1982 წელს დაფუძნდა, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ანალიტიკოსების ასოციაცია ან სკოლა როგორც ასეთი, რომელიც ექვემდებარება ესე იგი მეტრს, მასწავლებელს და მოსწავლეებს, როგორც ეს იყო ლაკანის დროს. ანუ მოდმანონის იდეა არის, რომ ის გამოვიდეს აი ამ დისკურსიდან, სადაც Mais elle dit, en 1994, c'est la pluralité des discours et des échanges cliniques qui peut maintenir un lieu à vocation de formation et de recherche. და უკვე 1994 წელს ამბობს ის, მე ვაფუძნებ ასოციაციას, რომელიც ეფუძნება, ასე ვთქვათ, პლურალიზმს, იდეების, განსხვავებულ დისკურსების, როგორც განსხვავებულ დისკურსებისთვის თავისუფალ სივრცეს, სადაც იქნება ესე იგი კლინიკური გაცვლა, კლინიკური მუშაობა და კვლევა ფროიდის შრომების ირგვლივ. Alors Lacan disait, je n'ai pas une conception du monde, mais un style. მოდმანონი. Lacan disait, Je n'ai pas une conception du monde, mais un style. Un style. Lacan ამბობს, მე არ მაქვს conception du monde, ესე იგი მსოფლ მხედველობა, რომელსაც თქვენ თავს გახსოვთ, არამედ გამოჩნია სტილი. როგორც სუბიექტის. Le style. Le style. Et c'était très important pour Manoni aussi. Elle dit Octave avait aussi le style, son style, mais il y avait une grande ouverture et une grande convivialité. Et je crois que c'est quelque chose qui est très important pour nous à Espace Analytique, cette convivialité qu'on a essayé de retrouver lors du congrès international qu'on a fait il y a 2 ans. და ის ამბობს, რომ Espace Analytique-ის მიზანი არის იყოს გახსნილი და იყოს მიმღები განსხვავებული დისკურსებისადმი და დღემდე ამ პრინციპს მიყვება Espace Analytique, ესე იგი არ არის ძალიან ლაკანიანური მხოლოდ და ამის დასტურიც არის ბოლო კონგრესი, რომელიც გაიმართა, რადგან ამ ბოლო კონგრესში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ასოციაციებმა, სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა კულტურის წარმოადგენლები. Bon, je pense qu'après, on va pas lire la suite, on sait pas. C'est le texte qui a été Après, moi, comment tu vois les choses, mais je pensais que soit les gens posent des questions, soit tu me poses des questions. Oui. Hein? Oui. Non? On peut faire comme ça ou tu veux... Oui, tu as fini là. Je vais pas tout lire parce qu'après, ça Ouais. n'a pas d'intérêt. Enfin, c'est pas d'intérêt. On peut lire la suite si tu veux, mais non, parce que ça me demanderait non. Non, je pense que non, je pense que c'est bien qu'on pose des questions sur l'association, sur l'espace géorgien, peut-être. Voilà, nous on se connaît depuis beaucoup d'années, 2008, et on a participé avec Olivier Douville, et bien avant ça, depuis 99, je viens donc ici.
en Géorgie et on a essayé de travailler. Et petit à petit, grâce à ton, on va dire, ton amour de la psychanalyse, tu es venu en France, tu es devenu analyste, tu as passé voilà, beaucoup de choses compliquées et revenu ici et avec la Maison Verte, le travail petit à petit s'est construit pour créer aussi l'association. L'association géorgienne, voilà, l'espace géorgien, voilà, en 2011, on a commencé de 2011. se réunir. Après 2016, on a vraiment commencé. და ამის შემდეგ, ესე იგი, მას შემდეგ რაც ვიმუშავეთ წვანესახლთან, 99 წლიდან დავიწყეთ ქართულ ჯგუფთან მუშაობა, 2006 წვანესახლი დაფუძნა და მერე უკვე ჩემი ინიციატივით კატრინის და ოლივიე დუვილის და რამდენიმე სხვა კოლეგის პარიზიდან დავაფუძნეთ ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე. ძალიან ბევრი სირთულე გავიარეთ ამ პერიოდების განმავლობაში და 2011 წლიდან დავიწყეთ ესე იგი მუშაობა ჯგუფში. ძირითადად მუშაობდით ტექსტებზე და 2016 წელს უკვე დავაფუძნეთ ოფიციალურად რეესტრში, გავაფორმეთ როგორც ასოციაცია. Donc l'association, on l'a enregistrée en 2016 officiellement. Donc on est des membres fondateurs, hein, tu l'as dit ça déjà, Oui. voilà. Et il y a plusieurs membres d'Espace Analytique France qui sont des membres d'honneur. On va dire toute la liste. ესე იგი, ჩვენ ვართ დამფუძნებლები და არის ბევრი ფსიქოანალიტიკოსი პარიზიდან, რომელიც არის ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის საპატიო წევრი და რომელიც მონაწილეობას იღებს ჩვენი ასოციაციის ცხოვრებაში. Après, je pense que c'est bien de poser des questions un peu. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ კითხვებზე, იმიტომ რომ რეალურად არ არის ეს ტექსტები ყველაფერი მართლაც საიტზე არის მოწამული. Anglo Saïdze, mais ჩვენი ტექსტი გავაკეთე. Soit je pars sur les participants, machin. Peut-être un peu. Oui, tu veux? D'accord. Bon. Alors, en tous les cas, pour Espace Analytique France, voilà comment est constituée l'association et la qualité des membres. Donc, c'est donc défini dans les statuts. Alors, il y a les participants. Les participants, c'est-à-dire tout le monde peut s'inscrire à Espace Analytique, qu'on soit psychologue, laïque, professeur, artiste, philosophe, intéressé par la psychanalyse. Il n'y a pas besoin d'entretien préliminaire. Il faut juste payer la cotisation, soit on écrit, mais il n'y a pas besoin de rencontrer quelqu'un pour être nommé participant. Par contre, on a quand même, on demande aux participants de se faire connaître et de rencontrer un membre de la commission d'admission dans l'année, la première année, après la première année qu'ils sont venus à Espace, aussi pour se connaître, hein, parce que ანუ ერთი-ორი სიტყვით შევეხებით სტატუსებს, განსხვავებულ სტატუსებს, რომელიც განსაზღვრავს მერე კვალიფიკაციას თითოეული მონაწილის ასოციაციაში. პირველი სტატუსი ეს არის მონაწილე, participant, ესე იგი participant ნიშნავს მონაწილეობის მიღებას. მონაწილის სტატუსი გულისხმობს იმას, რომ უბრალოდ ყველას, ვისაც აქვს სურვილი და ვინც გამოთქვამს სურვილს, შეუძლია ჩაეწეროს ასოციაციაში. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, არტისტი, პროფესორი, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი და გადაიხადოს ის საწევრო, რომელიც ეკუთვნის მონაწილეს. და ამის შემდეგ, როცა ის ერთი წელი უკვე Espace Analytique-ში აქტიურად მონაწილეობს, უნდა შეხვდეს რომელიმე ერთ წევრს Espace Analytique-ის კომისიიდან, რომ გააცნოს საკუთარი თავი. პირადად. Voilà. Donc c'est aussi pour que les participants, s'ils ont des questions, ils peuvent les poser, et, que ce soit à la commission d'enseignement ou d'admission. Et une chose qui est importante, avec cette petite cotisation, qui n'est pas extrêmement importante, avec un tarif différent selon qu'on est parisien, provincial, à l'étranger ou étudiant, ça donne accès à tous les enseignements proposés à Espace, c'est-à-dire les séminaires, les colloques, les journées d'études, les cartels et groupes de travail, la bibliothèque, la revue, 2 numéros par an, le courrier interne, et aussi, après ça englobe tous les gens, il y a possibilité pour chacun, s'il le souhaite, d'organiser un colloque
évidemment en venant le présenter à la commission d'enseignement. C'est ce que nous faisons. C'est vraiment, nous suivons les. ანუ ამის შემდეგ ნუ ეს შეხვედრა მონაწილის ნიშნავს რომ მას ეკნება კითხვები ასოციაციასთან დაკავშირებით თუ სულს ფორმაცია ესეც უნდა თქვას ამ შეხვედრის დროს ხო ერთი წლის შემდეგ და ეს გადასახადი მნიშვნელოვანია მათის მონაწილეობისთვის მაგრამ გადასახადი განსხვავებულია იმის მიხედვით პარიზში ცხოვრობს ადამიანი პროვინციაში ესე იგი რომელიმე რეგიონში ცხოვრობს უცხოეთში ცხოვრობს თუ სტუდენტია ანუ სხვადასხვა გადასახადია და ეს გადასახადი ამ მონაწილის სტატუსისთვის ნიშნავს რომ მათ ყველაფერზე მიუწვდებათ ხელი კონფერენციები, სემინარები, სამკითხველო ჯგუფები, კარტელები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და აგრეთვე მათ ეძლევათ ერთი წლის შემდეგ უფლება რომ დააორგანიზონ თვითონ კოლოკვიუმი ან კონფერენცია რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ. Alors, je vais énoncer la suite un peu, mais il y a pas vraiment de gradus et il n'y a pas, on va dire, on ne va pas cocher des cases pour être adhérent, analyste praticien membre. Il y a la question de son désir, la question de son parcours analytique, de ses contrôles et de sa pratique. Voilà. Mais il y a quand même quelques critères, mais ce n'est pas les mêmes tout à fait la façon de faire de l'IPA et de la SPP maintenant, qui a beaucoup assoupli d'ailleurs ces modalités. რაც თავარია, ესე იგი არ არის პროცესში რაიმე ანკეტა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს წლიდან წლამდე ადამიანი აი ეს კრიტერიუმი შენდა, იმიტომ რომ სინამდვილეში ყველაფერი დამოკიდებულია სუბიექტის სურვილზე, თითოეულს აქვს სუბიექტური გზა ანალიტიკური ფორმაციის აგრეთვე იმაზე თუ როგორ მონაწილეობს ის, როგორია მისი პირადი ანალიზი, მისი სუპერვიზია, რამდენი ხანი გრძელდება ეს, აი ამებს ექცევა ყურადღება, მაგრამ არ არის ერთი საერთო კრიტერიუმები ყველასთვის საერთო, როგორც მაგალითად საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ფარგლებში, თუმცა პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოება, რომელიც წევრი არის დიდი ორგანიზაციის, ბოლო წლების განმავლობაში აგრეთვე მიყვება მსგავს წესს, რომ უფრო მეტად ორიენტირებულია თითოეულ წევრზე და არა რაღაცა საუნივერსიტეტო. Et en France, on peut faire une analyse avec quelqu'un qui n'est pas à espace analytique et faire les supervisions avec quelqu'un qui n'est pas non plus à espace analytique. Ça va pas être un critère pour admettre la personne. Maintenant, c'est quelqu'un qui est quand même analyste, psychanalyste, pas quelqu'un qui se réfère à d'autres. ამავე დროს espace analytique-ის ფარგლებში შეუძლია წევრს, კანდიდატს ასოცირებულ წევრს ანალიზი გაიაროს სხვა ანალიტიკოსთან, რომელიც არ არის წევრი ესპასის, ისევე როგორც სუპერვიზია შეუძლია გაიაროს სხვა ასოციაციის ანალიტიკოსთან, მაგრამ ეს ანალიტიკოსი უნდა იყოს ცნობილი როგორც ფორმირებული ანალიტიკოსი ფართო გაგებით სკოლის. Donc alors il y a la catégorie d'adhérents. Adhérents, ce sont les analystes en formation ou des fois des analystes qui ont déjà une pratique mais qui sont adhérents parce qu'ils adhèrent à Espace mais ils n'ont pas forcément envie de s'engager plus. Et alors, pour être nommé adhérent, il faut rencontrer 2 membres de la commission d'admission et ensuite on décide jamais tout seul. On se réunit, la commission d'admission se réunit et on discute avec les collègues. On est 7 membres dans cette commission. Et ensuite, on donne la réponse au candidat. Et ça doit être ratifié par le conseil d'administration, qui en général ne s'oppose jamais. ამის შემდეგ არის მეორე სტატუსი უკვე გარკვეული დროის შემდეგ როდესაც მონაწილეს სურს გახდეს ასოცირებული წევრი, ადეღან ასე შეიძლება ვთარგმნოთ, უფრო იმიტომ რომ პირდაპირ სუსტი თარგმანი მართლაც არ არის და ამისთვის უნდა შეხვდეს 2 წევრს espace analytique-ის 2 ანალიტიკოს კონდეს მასთან გასაუბრება ამ გასაუბრებების შემდეგ იკრიბება მიმღები კომისია სადაც გამსაუბრებლები ესე იგი ლაპარაკობენ თავშეშლილებაზე რომ შეხვდნენ და რაზე იყო ლაპარაკი და მიმღებ კომისიას გამოაქვს დასკვნა რომ იქნება ეს ასოცირებული წევრი თუ მოიცდის კიდევ და ამის შემდეგ ეს დასკვნა გადაეცემა ადმინისტრაციულ კომიტეტს და ხდება ასოცირებული წევრი. Mais on ne reconnaît pas la pratique d'analyste. Non. Je dis, on ne reconnaît pas leur pratique d'analyste. Pour les adhérents, sont pour nous des gens qui peuvent être analystes,
mais il n'y a que les analystes praticiens dont on reconnaît la pratique. On la reconnaît dans le sens où ils vont être dans l'annuaire, etc. და ასოცირებულ წევრს შეიძლება ქონდეს ანალიტიკური პრაქტიკა, ფსიქოთერაპია და ასე შემდეგ, მაგრამ ეს პრაქტიკა არ არის აღიარებული ოფიციალურად როგორც ანალიტიკური პრაქტიკა. მას შემდეგ, რაც ასოცირებული წევრი ხდება პრაქტიკოსი ანალიტიკოსი, ეს არის მესამე სტატუსი, აი აქედან უკვე იწყება ათვლა მისი ანალიტიკური პრაქტიკის. ესე იგი, Donc la cotisation est un tout petit peu plus élevée ასე et donne les mêmes droits que Oui. pour les participants. და ასეთ შემთხვევაში უკვე ასოცირებული წევრისთვის საწევრო გადასახადი ცოტა უფრო მაღალია, თუმცა მასაც ისევე როგორც მონაწილეს ყველაფერზე მიუწვდება ხელი, ყველა აქტივობას. Donc après, il y a la catégorie des analystes praticiens d'espace analytique. Donc si on souhaite devenir analyste praticien, on doit contacter la commission d'admission et on doit rencontrer 3 membres de la commission, différents, évidemment pas en même temps. Et là, il va s'agir plutôt de parler à la fois de son parcours, de sa pratique, de sa formation, un peu de son analyse et un peu de sa pratique et de comment on travaille comme analyste. ამის შემდეგ, ესე იგი, იმის რომ გახდეს ასოცირებული წევრი პრაქტიკოსი ანალიტიკოსი, უნდა შეხვდეს მიმღებ კომისიას დაუკავშირდეს, დაფუძნდება ეს კომისია და შეხვდება 3 წევრს სხვადასხვა დროს. ეს გასაუბრებელი უფრო ხანგრძლივია, უფრო დიდხანს გრძელდება, ღრმა არის და სადაც მან უნდა ილაპარაკოს თავის ანალიტიკურ პრაქტიკაზე, თუ როგორია ეს პრაქტიკა, როგორ გრძნობს ის თავს ამ პრაქტიკაში, როგორია მისი ანალიზი, რამდენი ხანია რაც დაიწყო, როგორია მისი სუპერვიზია და ასე შემდეგ. C'est-à-dire l'analyse personnelle, parce qu'à l'espace, il y a pas comme il y avait avant, enfin à l'IPA, mais à l'SPP, ils ont changé. Il y a pas d'analyse didactique. C'est l'analyse personnelle, et à un moment du trajet de son analyse personnelle, se pose la question pour l'analysant de devenir psychanalyste. რატომ რომ ესე პირადი ანალიზი, რა თქმა უნდა, არის თავარი ღერძი ფორმაციის, მაგრამ არ არის ლაკანიანურად შესაძლებლად არ არის დიდაქტიკური ანალიზის ცნება, იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ ყველა ანალიზი უნდა იყოს ერთნაირად არ არსებობს კატეგორია, ვიღაცა ვინც დიდაქტიკურს გადის და ვიღაცა ვინც უბრალოდ ანალიზია, ამიტომ და ეს რომ ადეღან როცა არის ასოცირებული წევრი გახდეს ანალიტიკოსი, პრაქტიკოსი ანალიტიკოსი, ეს წიფდება არა ინსტიტუციაში, არამედ თვითონ პირადი ანალიზის დროს. ანუ ეს საკითხი მუშავდება იქ და იმის მიხედვით თუ როდის არის მზად სუბიექტი და გრძნობს რომ გახდეს და კონდეს უკვე Là, on doit parler aussi de ces contrôles, des enseignements qu'ils ont suivis et de leur pratique d'analyste et de leur pratique en institution. Mais pour être nommé analyste praticien, ça suffit pas d'avoir une pratique en institution, il faut aussi avoir une pratique personnelle. Et c'est vrai qu'à l'espace, on insiste beaucoup. 5 ans. 5 ans, 5 ans, oui, parce qu'on pense quand même il faut avoir un peu avancé l'analyse de ces patients. Et c'est quelque chose auquel on tient beaucoup. C'est pas une obligation, mais c'est quelque chose où on interroge aussi les candidats par rapport au travail qu'ils peuvent faire avec des enfants, des adolescents, pas que seulement des patients névrosés, des psychotiques. და უკვე იმის რომ პრაქტიკოსი ანალიტიკოსი გახდეს, საჭირო რომ 5 წლიანი პრაქტიკა კონდეს და ამ შემთხვევაში უკვე მხოლოდ ინსტიტუციური პრაქტიკა აღარ არის საკმარისი, ესე იგი სხვა ინსტიტუციებში უნდა კონდეს გამოცდილება პირადად პაციენტების მიღების და აგრეთვე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ სუბიექტი, ვისაც უნდა რომ პრაქტიკოსი ანალიტიკოსი გახდეს, არ მუშაობდეს მხოლოდ ზრდასრულებთან და რომ მას კონდეს ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება და ფსიქოტიკ პაციენტებთან. Alors, il n'y a pas que des psychologues, des psychiatres, ou des médecins, pédiatres, qui peuvent devenir analystes. Il y a aussi des gens qui ont d'autres parcours et qui peuvent devenir analystes, bien sûr. En tous les cas, espace analytique, on peut parfois demander l'avis du contrôleur. En principe, on ne contacte pas l'analyste, sauf s'il y a besoin et on demande l'avis à ce moment-là du candidat.
და ამისთვის არ არის საჭირო რომ იყვნენ ექიმი, მხოლოდ ექიმები, ფსიქიატრები ან ფსიქოლოგები არ ხდებიან ანალიტიკოსები, უკვე ამ ეტაპზე ეს შეიძლება იყოს სულაც სხვა პროფესიის ადამიანი და აგრეთვე აი ამ გასაუბრების დროს შეიძლება კომისიამ გადაწყვიტოს, რომ საჭიროა დაეკონტაქტოს სუპერვიზორს, კონტროლიორს, რასაც ეძახიან, ადრესვად შორის ეს ტერმინი გამოიყენებოდა ყველგან და აგრეთვე იშვიათ შემთხვევებში ანალიტიკოს, მაგრამ როგორც წესი ანალიტიკოს კომისია არაფერს არ ეკითხება. Après, il y a les analystes membres d'espace analytique. Donc, les analystes praticiens, on reconnaît bien sûr leur pratique d'analyste et ils sont dans l'annuaire de l'institution. Alors, pour être analyste, je ne sais pas si tout le monde était là lundi. Non, c'est quand on est journée. Lundi. J'ai parlé, au fond, que Maud Manoni, quand elle a créé le CFRP d'espace, elle était assez opposée à la place que Jacques Lacan avait instituée pour des raisons à la fois éthiques et théoriques. Et donc, par contre, on a travaillé sur une façon de nommer les analystes membres d'espace analytique. C'est-à-dire que si quelqu'un qui est déjà analyste praticien. ანუ ესე იგი მას შემდეგ რაც სუბიექტი არის პრაქტიკოსი ანალიტიკოსი უნდა გავიდეს 10 წლიანი კლინიკური პრაქტიკა უნდა გქონდეს და ამის შემდეგ ჯამში 10 წელი მინიმუმ და მერე უკვე იმის რო გახდეს ასოციაციის წევრი ანალიტიკოსი, ნუ ეს არის პრაქტიკოსი ანალიტიკოსი და წევრი membership რასია უნდა შეხვდეს და აქ უკვე პროცედურა განსხვავებულია იმისაგან, რაც ფროიდიანულ სკოლაში, ეკოლ ფროიდიანში ლაკანმა 60-იან წლებში შემოიღო პასის ტექნიკა, ანუ პასაჟის, რომელიც იყო ძალიან ესეთი რთული, უცნაური და ამ შემდეგ და ის მთლიანად და ესპას ანალიტიკში და ბევრმა ლაკანიანულ ასოციაციამ შეცვალა წესები წევრობას. Alors, pour demander à être membre d'espace, il faut déjà être analyste praticien à espace depuis au moins 1 an. Alors, à ce moment-là, le membre va demander à la commission d'admission et il y aura 2 entretiens préalables avant de pouvoir réunir ce qu'on appelle un jury. C'est-à-dire qu'il y a des gens qui veulent être membres, mais on pense que ce n'est pas le moment pour eux. Voilà. Donc, il y a 2 entretiens, un avec la secrétaire de la commission d'admission et l'autre avec un autre membre qu'elle désigne, toujours parmi les membres de la commission d'admission. იმის რო გახდეს წევრი, უნდა იყოს უკვე ანალიტიკოს, პრაქტიკოსი ანალიტიკოსის სტატუსი უნდა ქონდეს ასოციაციის ფარგლებში და ამის შემდეგ ისევ მიმართოს კომისიას, რომელიც გამოყოფს ჯერ 2 ადამიანს, წინასწარი გასაუბრება ქვია ამას, ეს ერთი უნდა იყოს მიმღები კომისიის მდივანი და მეორე უბრალოდ ასოციაციის წევრი, სადაც დააფიქსირებს თავის სურვილს და ზოგიერთ შემთხვევაში თუ ეს ნაადრევია, ისინი მათ ეთქვიან, რომ ჯობია რომ გადადოეს და მერე გააკეთო და მოკლედ დაამუშავებენ ამ სურვილს მისას და ამის შემდეგ იწყება პროცესი ჟიურის ფორმირების. უკვე ჟიურის წევრების და არა, წევრი. Donc à ce moment-là, le candidat va pouvoir réunir ce qu'on appelle un jury. Un jury, c'est pas un jury d'assises, hein, c'est pas un jury comme un tribunal, c'est un groupe de 4 personnes avec lesquelles ils vont travailler pendant au moins 4 séances de travail. Et c'est vraiment un travail sur le parcours et le désir de cet analyste, qui est déjà analyste, hein, de faire partie, d'être membre, parce que ça implique quand même certaines responsabilités. უკვე ვინც გადის ამ ჟიურიზე, ის უკვე არის ანალიტიკოსი, ანუ პრაქტიკოსი ანალიტიკოსი უკვე ანალიტიკოსის სტატუსს გულისხმობს, მაგრამ წევრი, ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ჟიური შედგება არჩევნებით ხდება ეს, შემთხვევით 2-ს ირჩევს თვითონ კანდიდატი და 2-ს შემთხვევით ირჩევს, შემთხვევით იღებენ, უნდა იყოს ჟიურის 4-ვე წევრი
ასოციაციის ანალიტიკოსი და აი ეს ჟიური მუშაობს შეიძლება ეს რამოდენიმე თვე გაგრძელდეს აი ამ კანდიდატთან, მაგრამ ისე სადღაც 4 მინიმუმ 5 შეხვედრა არის საჭირო ჟიურისთან. სადაც კანდიდატი ესე იგი ყვება უკვე ანალიტიკოსი, უпростоრად იმის რო გახდეს წევრი, ყვება ბევრ ამის მიხედვით. C'est-à-dire que les deux entretiens qui sont faits avant la réunion du jury, c'est pour vérifier qu'il y a quand même quelques critères, que le candidat a fait une analyse personnelle, qu'il a une pratique analytique depuis au moins une dizaine d'années, à peu près. C'est quand même un critère, donc c'est un analyste, et qu'il a effectué au moins 2 cures contrôlées avec 2 contrôleurs différents. Et qu'il a été inscrit à Espace Analytique au moins pendant 2 ans comme analyste praticien. Des fois c'est 1 an, des fois c'est 2 ans, ça dépend si on connaît bien les gens. და 10 და ეს პირველი შეხვედრა ვიდრე ჟიური დაფუძნდება წევრები, ესე იგი ეს არის ორი შეხვედრა, ეს ორი გამსაუბრებელთან, რატომ? იმიტომ რომ დაადგინონ ისევ და ისევ რა ეტაპზეა ეს ადამიანი, მისი ანალიზი და რომ ანალიტიკური პრაქტიკა მას უნდა ქონდეს უკვე 10 მინიმუმ 10 წლიანი და უნდა ქონდეს ორი კონტროლი, ესე ორი სუპერვიზია გავლილი სხვადასხვა სუპერვიზორთან. Alors donc le candidat constitue son jury d'association qui comprend 4 membres. 4 membres. Et donc il y a dont 2 analystes qui sont choisis, que lui-même choisit parmi les membres d'Espace Analytique, mais il y en a un qui peut être d'une autre association. Et il faut juste l'accord du conseil d'administration. Si c'est quelqu'un qu'on ne connaît pas du tout, c'est compliqué, mais en général, on peut faire avec quelqu'un qui n'est pas... Et les deux autres analystes sont tirés au sort. En enlevant les contrôleurs et l'analyste de l'impétron, du candidat. ანუ ესე იგი კანდიდატი თავად აფორმირებს უკვე იწყებს ამ გასაუბრების შემდეგ ჟიურის ფორმირებას ასოციაციის ფარგლებში, რომელიც როგორც ვთქვით 4 წევრისგან შედგება, 2-ს თავად ირჩევს 2 შემთხვევითი წესით, ვინც შეხვდება და თავად არჩეული 2 ჟიურიდან 1 შეიძლება იყოს არა ესპას ანალიტიკიდან, მაგალითად სხვა რომელიმე ლაკანიური ასოციაციიდან, რომელსაც იცნობენ საზოგადოებაში როგორც ანალიტიკოს, ხო? და ხო, ასე იგი ამ არჩეულ 4-ვე წევრში ვერ იქნება თავად მომთხოვნის ანალიტიკოსი და სუპერვიზორი. ისინი ვერ მიიღებენ მონაზრ. Alors, ce qui est important, c'est pas une chambre d'enregistrement, c'est vraiment un travail. Un travail qu'on va faire sur 3, 4, parfois plus, si on n'arrive pas trop à... si ça prend du temps. Et ce travail porte sur le champ ouvert par la formation analytique du candidat, par sa pratique, par ses travaux, par ses écrits, par sa participation à des séminaires, par le groupe de travail, ses interventions dans des colloques, des journées d'études, enfin tout le... Et sa pratique, c'est important, c'est-à-dire au fond, il va un peu expliquer, au fond, il peut parler d'une cure, il peut parler d'un moment de cure avec quelque chose qui s'est passé d'intéressant au niveau de l'inconscient, c'est-à-dire au fond, quelque chose qui est la singularité de son parcours à lui, de son travail. Et ce qui est très intéressant, c'est aussi, au fond, l'envie qu'on peut avoir quand on est membre et qu'on participe à un jury, l'envie de travailler avec cette personne. On se dit, ah ben, j'aimerais beaucoup, ça serait intéressant, on peut, à partir des questions qu'il amène, on peut faire un cartel, ou, voilà. Il y a toujours j'ai oublié ce mot. On travaille la question de la formation. C'est-à-dire que interroger. Dans le jury, c'est au fond
que sa pratique analytique et la question de sa formation, la question comment il envisage la formation et sa pratique aussi, ce qui est très important. C'est pas, je veux dire, on va pas déplier les diplômes et dire je fais ci, je fais ça. Il y a des gens, ils commencent comme ça en vous donnant tous les diplômes universitaires. Et après, bon, voilà, il y a quand même 3 rencontres et on peut déplier comme ça le temps de... ესე იგი, როგორც ვთქვით, ჟიურისთან არის რამოდენიმე შეხვედრა და ეს არ არის ერთგვარი გამოკითხვა ან გასაუბრება მიიღებენ თუ არა, არამედ ეს არის სამუშაო პროცესი ამ სუბიექტთან, სადაც ის პირველ რიგში ლაპარაკობს თავის ანალიზზე და რომ აგრეთვე საკუთარ პრაქტიკაზე, როგორი პრაქტიკა ქონდა, რა გზა გაიარა, აგრეთვე საკუთარ პუბლიკაციებზე, სემინარებზე, როგორ მიიღო მან სკოლის და ასოციაციის ცხოვრებაში ამ წლების განმავლობაში მონაწილეობა, აგრეთვე ანალიზის, პირადი ანალიზის გარდამტეხ მომენტებზე შეიძლება კითხონ, როდის იგრძნო მან რომ ეს იყო რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. და აგრეთვე საბოლოო ჯამში მიზანია რომ გაიგონ თუ რაში მდგომარეობს სუბიექტის მიერ გამლილი სინგულარული, ესე იგი გზა, უნიკალური გზა ფორმაციის. Alors, on se réunit au moins 3 ou 4 fois, et la dernière fois sans le candidat. ანუ კანდიდატთან არის 3 ან 4 შეხვედრა და ბოლო შეხვედრა შეკრება ჟიურის უკვე კანდიდატის გარეშე წარმოებს. Et un jury peut pas se déplier sur plus d'1 an. Si le jury, ça peut arriver que le candidat soit tout à fait honorable, mais que le jury qui est composé n'arrive pas à travailler pour quelque raison que ce soit. Donc le jury peut dire qu'il renonce à se prononcer, mais il peut pas faire durer les séances plus d'1 an. Et il doit y avoir un délai d'1 an si on veut recomposer un autre jury. ანუ ჟიური მუშაობს სადღაც 1 წლის განმავლობაში, იშვიათად თუ კი კანდიდატი იმდენად წინვალია და რაღაცა ბევრი სხვა ასოციაციიდან მოდის და უკვე გავლილი აქვს ფორმაცია და ესე იგი 1 წელზე მეტი ხანი არ უნდა გაგრძელდეს და შესაძლოა იშვიათ შემთხვევებში ვთქვათ კანდიდატს უთხრან რომ შემდეგ წელს ისევ გაიაროს ჟიური. Et contrairement à la nomination des participants, on va pas des participants, des adhérents et des analystes praticiens, le jury est souverain. C'est-à-dire, c'est le jury qui décide si la personne est nommée membre ou pas. C'est le jury qui décide si le candidat est nommé membre ou n'est pas nommé. Ça n'a rien, la commission d'admission n'intervient pas là. Ok, პრაქტიკოსი ანალიტიკოსის და ასოცირებული წევრის შემთხვევაში კომისია წვეთს, მიიღონ თუ არა კანდიდატი როგორც ასოცირებული წევრი ან ანალიტიკოსი, პრაქტიკოსი, ჟიურის შემთხვევაში ჟიურს აქვს სრული დამოუკიდებლობა. ესე იგი, მხოლოდ ჟიურის საქმეა და მის საქმეში ასოციაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვერ čajereва. მიიღონ თუ არა კანდიდატი. Voilà, et les membres qui ont participé à ce jury on se réunit ensuite avec la commission d'admission. En général, on réunit plusieurs jurys, plusieurs membres qui ont participé à des jurys, sans le candidat bien sûr, parce qu'on doit rendre compte à un espace qui s'appelle le séminaire des membres, où au-delà de la personne, on ne va jamais parler du candidat, on va parler des questions techniques, des questions... Après les jurys, c'est-à-dire les membres de jury se réunissent. Après le jury, la secrétaire de la commission d'admission va réunir tous les membres qui ont participé à plusieurs jurys. Et on va discuter, là, absolument au-delà du cas, parce que ça reste secret, hein, c'est-à-dire, et on doit participer en tant que membre à un travail sur les questions de la formation et de la qualification des analyses dans espace analytique. C'est-à-dire qu'on doit réfléchir ensemble sur des questions que le candidat a pu apporter sur la question de la formation, sur la question de l'analyse. Et le séminaire de membres, le séminaire, c'est une fois qu'on s'est réunis, on va rendre compte au séminaire des membres. Le séminaire des membres, c'est un séminaire où doivent se réunir tous les membres. Ils sont pas toujours là. როცა სრულდება კანდიდატთან მუშაობა, როცა სრულდება და ცალკეც იკრიბება ეს ჟიური, ამის შემდეგ თითოეული ჟიურის წევრი
ცალ-ცალკე ხვდება მიმღებ კომისიას და თავის აი ამ გამოცდილებას ამ კანდიდატთან უყვება თავიდან ბოლომდე და აქ მან უნდა მოახდინოს დეფინირება თუ რა პრობლემებია ფორმაციაში, რას ნიშნავს ანალიტიკური ფორმაცია, როგორ შეიძლება რომ ამ საკითხებს კომისიასთან აკოს. თითოეული ჟიური ცალ-ცალკე საიდუმლოდ, ესე იგი, ისე რომ ერთმა არ იცის რა თქვა მეორე. და ამის შემდეგ უკვე არის ეგრეთ წოდებული წევრთა სემინარი. სემინარი ტრალებში გაგებით, რომ ეს არ არის რაღაცა თეორიული სემინარი, მხოლოდ იკრიბებიან წევრები. ასოციაციის წევრები, ყველა ვინც არის და სავალდებულოა თითქმის დასრება და განიხილავენ ისევ pendant les séminaires de membres, on discute la question, non pas la question du candidat. Non, parce que quand on est nommé membre, on doit obligatoirement, ça fait partie de notre nomination, de participer à ce séminaire des membres où on va travailler ensemble sur des questions de l'orientation commune à espace analytique. On va échanger tous sur la question de la formation, de la transmission, des questions théoriques. Et en plus, on va rendre compte des questions que les jurys amènent à chaque fois, sans parler du candidat. Là, ça reste ça. Mais le candidat participe au séminaire de membres. Le candidat, une fois qu'il est nommé membre, il participe au séminaire des membres. Une fois qu'il est nommé membre, il est membre. Il doit participer, sauf le jour où on va rendre compte de son jury. Pardon? Sauf le jour où on rendra compte de son jury. Tu comprends? Oui, oui. ანუ ეს წევრთა სემინარი, როცა წევრები იკრიბებიან, სწორედ ლაპარაკობენ აი ამ ჟიურიზე რა მოხდა და აი ამ თვეების განმავლობაში და მე უკვე როცა ნომინირებული ხარ როგორც წევრი, ყველა შეკრებაზე, წევრთა შეკრებაზე უნდა დაესწრო, რომ ილაპარაკო ფორმაციის საკითხებზე, ფსიქოანალიზის მომავალზე, სტრატეგიაზე და ასე შემდეგ, ან როგორც ჩვენ ვილაპარაკეთ. C'est au fond une instance de travail et de réflexion des membres. On doit tout le temps mettre au travail. სადაც ფსიქოანალიზის ძირითად საკითხებს, ფსიქოანალიზის პოლიტიკას იხილავენ და უკვე ახალი წევრიც ამაში მონაწილეობას იღებს. უკვე წევრი როცა გახდება, მას შემდეგ რაც ჟიური დასრულდება და Voilà, et après, il y a à l'espace des gens qui n'ont pas envie d'être membres, qui sont analystes et qui sont analystes praticiens. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ანალიტიკური ფორმაცია გულისხმობს სუპერვიზიას და კლინიკურ პირად ანალიზს და ესპას ანალიტიკში ძალიან ბევრი ანალიტიკოსია, რომელსაც არ უნდა რომ გაიაროს ჟიური და იმიტომ რომ ჟიურის გავლა გულისხმობს იმას, რომ მან მერე მონაწილეობა უნდა მიიღოს ასოციაციის ფსიქოანალიზის Et puis, parmi les membres, on va choisir aussi ceux qui font fonctionner administrativement l'institution, c'est-à-dire le conseil d'administration, le bureau et les différentes instances, la commission d'admission, la commission d'enseignement, pour faire marcher l'institution. წევრებს შორის, რა თქმა უნდა, მხოლოდ წევრებს შორის ხდება არჩევა კანდიდატების სხვადასხვა პოზიციისთვის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტი ასოციაციის, მიმღები კომისიის თავმჯდომარე, ბიუჯეტს ვინც განკარგავს და ასე შემდეგ. ხო, მე მოვხდით, რა თქმა უნდა. წევრი, ხო, რო გახდე წევრი, რომ მე წევრთა სემინარში მიიღო მონაწილეობა და ასოციაციის ბედით გადაწყვეტო წევრობა ამას ნიშნავს. მუშაობაში ფაქტორია c'est-à-dire alors pourquoi il faut devenir membre, c'est-à-dire pour participer dans la vie de l'association, c'est-à-dire pour être plus, ou par exemple si quelqu'un est l'analyste praticien, pour lui c'est pas une obligation de faire le jury. Non, il pourra pas être au conseil d'administration. Mais il peut faire des colloques, participer à faire des séminaires, faire des colloques, participer aux journées d'études, mais il participera pas au séminaire des membres et je veux dire, il participera pas à la réflexion sur les questions cruciales de la psychanalyse, sur les réflexions autour de la formation. ანალიტიკოს, პრაქტიკოს ანალიტიკოს შეუძლია არ არის ვითარებულება არ აქვს რომ გაიაროს აუცილებლად ჟიური, იმიტომ რომ მას შეუძლია იყოს ანალიტიკოსი, აფორმიროს, აგრეთვე მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის ყველა აქტივობაში, მათ შორის კოლოკვიუმებში, მოხსენებებით და ასე შემდეგ, როგორც ყველა, როგორც წევრებმა, მაგრამ ის ვერ იქნება ადმინისტრაციულ საბჭოში,
ვერ იქნება წევრთა სემინარში. წევრთა სემინარი ისე ითარგმნება წევრთა გადაწყვეტილების და ესე იგი ვერ განსაზღვრავს ისე ხო C'est un engagement personnel. ხო, იმიტომ რომ წევრობა ლაგანიანურ ასოციაციაში გულისხმობს იმას, რომ შენ უბრალოდ კი არ გახდი ანალიტიკოსი და შენთვის მუშაობდა უბრალოდ ასოციაციასთან კომუნიცირებ, არამედ ამ ასოციაციაში პიროვნულად ხარ ანგაჟირებული იმისთვის, რომ ხო, წვეთ სხვებთან ერთად იმას თუ როგორი უნდა იყოს ის მომავალში და როგორია ახლა. Totalité, combien de membres sont à espace? Je ne sais plus. Oh, je pense bien 600 peut-être, 500-600. Parce que en fait, il y a c'est un peu tricky. C'est-à-dire les membres, non, attends, les membres, elle veut les membres, parce que toute l'association, il y a les participants, ils viennent, ils vont. Après, il y a les gens, une fois qu'ils sont adhérents, analystes praticiens, en général, ils restent. Et les membres, on doit être 90 à peu près membres. ესე იგი არის ასოცირებული წევრები და პრაქტიკოსი ანალიტიკოსები ანად, მაგრამ წევრი სრული არის სადღაც 90-100-მდე რაც იქ. Ну, არის ცოცხალი და ეს თორე 82 წლიდან მოდის. Il y a des gens qui sont participants, ils vont venir à Espace, et puis ils vont aller parfois dans une autre association, et puis comme ils reviennent à Espace parce qu'ils trouvent vraiment qu'on est formidable. Ça, c'est vrai. Voilà, mais après, il y a la question d'être nommé analyste praticien, et puis la question après de l'engagement comme membre, parce qu'on a envie de réfléchir à des questions. როცა არის ადამიანი მონაწილე, ან უბრალოდ ასოცირებული წევრი და გადის ან ის შეიძლება წავიდეს სხვა ასოციაციაში, დაბრუნდეს, თავისუფლად არის უფრო, მაგრამ როცა პრაქტიკოსი ხდება და მით უმეტეს როცა წევრი, უკვე, ამ ასოციაციასთან არის დაკავშირებული. Et de poursuivre aussi l'œuvre de Maud Manoni, et puis d'aller semer des petites graines en Géorgie, en Bulgarie, au Liban. ევალებათ რომ ამ ასოციაციის სულის კვეთება და მათი დამფუძნებლების გააგრძელონ ან პრაქტიკოს ანალიტიკოსებსაც და თითოეული და ურთიერთონ უკვე სხვა ქვეყნებთანაც დააფუძნოს სხვა ასოციაციები, როგორც საქართველოს ფსიქოანალიტიკოსებს და ასე. Mais on peut faire des séminaires et des colloques et participer aux journées d'études en s'adressant à la commission d'enseignement. C'est pas que les membres qui font. მაგრამ არ არის აუცილებელი იყო წევრი იმისთვის, რომ ასოციაციაში წაიკეთოს სემინარი, მოხსენება ან გაუძღვე რაღაცა აქტივობას სასწაულს. იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია რომ მის მიმართო კომისიას განიხილოს შენი პროექტი და როცა ექნება დასტური, ბუნებრივია რომ რაღაცა სიგიჟეს ყველაფერს ვერ გააკეთებ. Voilà. თუ არ გითხრები? ყველა სკოლაში გავიგე კითხვის არამედ ანალიტიკოს პროგრამის არის ყოველდღე დამოკიდებულია, მაგრამ ყველა სკოლაში გავიგე ანალიზის საათები კითხვა, ეს კითხვა შეიძლება Cette question, c'est assez fréquent qu'on pose. Est-ce que si quelqu'un a fait une analyse chez une analyse d'une autre école, est-ce que ça peut être accepté par Espace? Oui, mais ça dépend. Oui, on peut faire une analyse avec un analyste qui n'est pas membre d'Espace. Maintenant, on n'accepte pas forcément toutes les sortes de thérapies. Ah non. C'est quand même quelque chose où on se réfère à la psychanalyse freudienne dans sa large acceptation. Analyse freudienne. შეიძლება იყოს არაწევრი, Espace Analytics არაწევრი, მაგრამ ის უნდა იყოს გარკვეული თვალსაზრისით ასოციაცია უნდა იცოდეს ამ ანალიტიკოსის შესახებ, ვინ არის და რომ ეს არის ფროიდიანული და გარკვეული ხაზის მიმდებარე. ყველა თერაპევტი, ყველა ანალიტიკოსი არ არის ფაქტიურად Espace-ში რაც ჩემი გამოცდილებაც პირადად უნდა იცნობდნენ, გაგონილი ქონდეთ მის სახელი ან ურთიერთობდეს Espace-თან, კურს ფორმირებული. კიდევ არის კითხვები? ეს პროცედურები რაც საჭიროა რომ გაიაროს სხვადასხვა საფუძვლო კანდიდატმა
ნიკოლაი, არის რომელიმე ქვეყანა, რომელიც ადგილობრივად დამოუკიდებლად აკეთებს, თუ ყველა ვარიანტი პარიზის ესპასში უნდა Ces procédures à quoi on va parler, c'est participant, adhérent, analyse praticienne et en fait, enfin le membre. Est-ce que ça doit se passer exceptionnellement dans le cadre d'espace analytique de Paris où il y a des associations qui peuvent constituer le jury indépendamment? Attends, je ne comprends pas bien. Non, mais par exemple, il y a espace analytique de Paris. Non, Espace France. Il n'y a pas Espace de Paris. Oui, espace Espace France. France. Saprangatis espace. Il faut que par exemple, si au Maroc ou au Liban ou Il faut qu'ils soient membres. Ça dépend des statuts des espaces. Par exemple, l'espace brésilien, ils ont des statuts où ils nomment leurs membres. Mais si on veut être membre d'Espace Analytique France, c'est dans ce cadre-là. Après, vous n'avez pas de nomination comme ça, donc ça passe par Espace Analytique France. Les Libanais aussi, pour le moment, les Bulgares aussi, si j'ai bien compris, mais les Brésiliens et je sais pas les autres, les Maroc, c'est un peu différent. Il y a des associations associées. Mais par exemple, Jalil, il est membre. Jalil Benani, il est membre d'Espace Analytique France. Il a passé un jury en France. ესე იგი, თვითონ ასოციაციებმა შიგნით შეიძლება მიიღონ თავიანთვის წევრები, როგორც ჩვენ, როგორც ბრაზილიაში აკეთებენ და სხვა ესპასთან დაკავშირებულ ასოციაციებში, მაგრამ იმისთვის რომ მოხდეს ნომინაცია პრაქტიკოსი ანალიტიკოსის და მერე წევრის, ეს უნდა მოხდეს საფრანგეთის ესპასში, რადგან იქ არის საკმარისი რაოდენობა ადამიანების, რომ შემთხვევით აირჩიო ანალიტიკოსი ჟიურის Par exemple, il y a des collègues belges, ils ont l'association belge avec tous leurs critères, et il y a des collègues qui sont analystes, membres de l'association de Belgique, ils ne vont pas forcément être nommés membres de l'association France. Ils peuvent demander à faire un jury en France. Ils peuvent avoir les deux. Les deux. Voilà, c'est pas parce que tu es membre d'une association que tu vas être forcément membre dans l'association française. Oui, მაგალითად ხო და მაგალითად აი ამ ბევრ ესპასთან დაკავშირებულ ასოციაციებში არიან ფორმირებული ანალიტიკოსები, ამიტომაც აი ამ ჟიურის არჩევის დროს ისინი შეიძლება მოხვდნენ მათ რიგებში, ჟიურის რიგებში, ხო? არჩევის დროს. მაგრამ მაგალითად ბელგიის ჯგუფი, ესპას ანალიტიკის ბელგიის ჯგუფი, მათ შეიძლება მოითხოვო გახდნენ საფრანგეთის ესპასის წევრები და იქ გაიარონ ჟიური, ან გააკეთონ თავისთან ბელგიაში და ოღონდ იქნებიან მხოლოდ ბელგიის ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრები. მოკლედ, ეს ჯგუფები მაინც განვითარებადი ჯგუფებია, საკმარისად დიდი უნდა იყოს და რა არის, რომ უნდა იყოს წევრი ანალიტიკოსი ესპასის და თუ მერე უკვე მაგალითად ჩვენს ასოციაციაში პირობითად იქნება 5-6 წევრი espace analytique, chaque espace est indépendant, mais ça dépend aussi des statuts de chaque espace. Mais heureusement, თითოეული ასოციაცია ესპასთან დაკავშირებული დამოუკიდებელი ამავე დროს, ეს არ არის და თვითონვე წყვეტენ შიგნით ადგილობრივად, როგორც ჩვენ გვაქვს ჩვენი კრიტერიუმები, ისევე როგორც ფრანგულ ესპასს აქვს თავისი კრიტერიუმები, მაგრამ იმის რომ ეს ფორმაცია იყოს ვალიდიზირებული, ჯერჯერობით ამ განვითარებულ ჯგუფებს არ შეიძლება. თუმცა ამ განვითარებულ ჯგუფებში შეიძლება იყვნენ ანალიტიკოსები, ხო? მაგრამ არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ დამოუკიდებლად შეძლო ეს ჯერჯერობით. ეს არის კიდევ ჩვენი მიზანი. Mais je crois en fait pour partout, ce qui est d'abord premier, c'est l'analyse personnelle. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო ჯამში ამ ფორმაციის პროცესში არის პირადი ანალიზი. კიდევ არის კითხვა? Zoom-დან ხო არ არის კითხვები? Zoom-ის Ismის არ არის ფოტოსაც გაიგოანი საქართველოს მაგრამ დაახლოებით არის ანუ მათ დეტალურადია თუნდაც ეს პირველ საფეხურზე გასაუბრებაზე და ამბულატორიაში
რა კრიტერიუმებით ფასდება და არის მინიმუმი, რაც უნდა ყოფილებდეს კანდიდატი, გარდა იმისა, რაც იცით ეს პირადი ანალიზი, ეს ზოგადად. ასე შემდგომ. ზუმშიც გავაჟღერებ თქვენს კითხვას ქართულად, ანუ ჩვენმა კოლეგამ დასვა კითხვა, რომ რო გადავიდეს, ესე იგი, ადამიანი ერთი საფეხურიდან მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაინც, ანუ რა არის ის მინიმუმი. La question elle est suivante que pour passer d'un statut à l'autre, par exemple, un participant adhérent, d'un adhérent à une analyse praticienne et enfin un membre, est-ce qu'il y a quand même quelques critères ou quelque chose? Oui, je les ai dit là. Hein? Je les ai énoncés. On l'a dit tout à l'heure, on va répéter alors. Non, au niveau de qualité, par exemple, est-ce qu'on je dis par exemple, qu'est-ce qu'on peut demander, quelles sont les questions qu'on pose au sujet pendant ces entretiens, ces rencontres? Mais c'est une question. D'abord, le désir d'être dans une association, c'est un désir personnel. Donc, c'est ni l'analyste en principe, ni le contrôleur qui devrait dire vous devriez. Quelqu'un va dire je voudrais devenir être nommé adhérent parce que je me sens bien à espace, je veux m'engager un peu plus, ou je veux être analyste praticien parce que je veux être reconnu comme analyste. Donc, pour les participants, il n'y a pas de problème, tout le monde peut venir. Pour les adhérents, on peut enregistrer le fait qu'ils sont en analyse, qu'ils sont dans un parcours de formation analytique, qu'ils ont peut-être commencé à recevoir des patients et qu'ils ont une supervision. Et s'ils veulent, ils parlent un peu de leur pratique. Pour les analyses praticiens, on va effectivement parler beaucoup plus de leur pratique et de comment ils travaillent comme analystes. C'est-à-dire comment ils repèrent les moments de passage de l'inconscient. Enfin, ils vont parler de leurs patients et de patients qu'ils ont suivis sur quand même plusieurs années. C'est pour ça qu'on a un critère de 5 ans pour qu'au moins il y ait quand même une analyse qui ait pu être menée plus loin. მონაწილისთვის არაფერი, უბრალოდ ის ესწრება თავისუფლად და მისთვის კარიერა. ასოცირებული წევრის ცხადია ეკითხებიან პირველ რიგში ის რომ ამას ანალიტიკოსი ან სუპერვიზორი არ ეუბნება ადამიანს რომ მოდი გახდი წევრი და ასე შემდეგ, არამედ ეს არის მისი სურვილი, რა შემდგომარეობს მისი სურვილი, რატომ გადაწყვიტა, მე როგორ მუშაობს, რა აქვს თუ არა კლინიკური პრაქტიკა, აქვს თუ არა სუპერვიზია, ამის შემდეგ უკვე პრაქტიკოს ანალიტიკოს რაც შეეხება ის ბევრს უკვე საუბრობს თავის პრაქტიკაზე, ამიტომ არის აუცილებელი მას ჰქონდეს მინიმუმ 5 წლიანი ანალიტიკური პრაქტიკა, თავის სუპერვიზიაზე, იმაზე თუ რას გულისხმობს მის თეორიული სწავლება, ანუ რა სემინარებს ესწრება, ასოციაციის ფარგლებში რა აქვს გავლილი, აგრეთვე შეიძლება კითხვა დასვან საუნივერსიტეტო სწავლებაზე და ასე შემდეგ. Analyticos, practicos analyticos. On va repérer pour l'analyse praticien qu'ils ont une pratique de psychanalyste. Voilà. უბრალოდ თქვენი კითხვა თუ სწორად მივხვდი, ეხება რას, რომ ლაკანიანურ ასოციაციებში არ არის გაწერილი საათების რაოდენობა. თორემ სხვა ასოციაციებშიც აკითხებიან რას, სუპერვიზიას და პირად ანალიზს და თეორიულ სწავლებას. ოღონდ იქ ეს დათვლილია უფრო მეტად დროში. Je pense que la question ce sont des gens de questions qui viennent parce que dans beaucoup des associations psychanalytiques, sauf les associations lacaniennes, il y a, pour passer d'un statut à l'autre, ils comptent des heures d'analyse, etc. Et c'est ça pour eux les critères, alors que ce critère ne fonctionne pas dans des associations lacaniennes. Mais il y a... Ouais. Non, mais c'est pas la même chose. C'est pas, on va pas demander au candidat s'il a fait je ne sais pas combien d'heures lui-même de sa propre analyse qui dure 3/4 d'heure, 5 fois par semaine, comme les critères de l'IPA, mais voilà, qu'il a mené qu'il a fait une analyse personnelle, et c'est à travers aussi sa pratique d'analyste qu'on va repérer qu'il est analyste ou pas. Oui, quand même, il n'y a pas des heures et le temps bien défini.
Mais si quelqu'un dit qu'il a pendant 1 année ou 2 ans d'analyse personnelle, il ne veut pas être accepté Non. comme analyste praticien, quand même. C'est-à-dire, la durée c'est ça ce que les gens. On ce a que- posé un minimum de 5 ans pour que Quelqu'un de 5 ans. pratique. Non, son analyse personnelle, oui, s'il dure 1 an, c'est pas. Mm. Mais on a posé aussi au niveau de sa pratique d'analyste qu'il ait une pratique d'au moins 5 ans, Ouais. Ah non. comme analyste en privé. ანუ 5 წელი უნდა კონდეს იმის რომ პრაქტიკოსი ანალიტიკოსი გახდეს კერძო პრაქტიკა 5 წელი, მაგრამ რაც შეეხება მე კატეგორიულად ეს კითხვები იქნება, მოდის რომ კრიტერიუმად სხვა ასოციაციები იყენებენ განვლილი ანალიზის საათებს და სუპერვიზიის საათებს. ეს კრიტერიუმი არ მუშაობს ლაკანიან ასოციაციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ თუ გაქვთ 1 ან 2 წელი ანალიზი გავლილი, თქვენ გახდებით ანალიტიკოსი, ხო? როგორც წესი, უფრო ხანგრძლივი, ბევრად უფრო ხანგრძლივი დრო არის, მაგრამ ეს დრო იზომება სუბიექტურად და აი ამ გასაუბრებების დროს რამდენად თვითონ სუბიექტი წვეს რამდენად ზათ არის და როგორც წესი უფრო ხანგრძლივიც არის. Giga, on va repérer dans cet entretien que son analyse personnelle lui a permis d'élaborer quelque chose de ses problèmes, de sa problématique et de faire un passage, de problématiser au fond et de théoriser sa propre analyse. Ouais. Ce moment de passage. აი ეს პასაჟი გასაუბრებების დროს, სწორედ და იმ ჟიურის დროს თუ ანალიტიკოს პრაქტიკოსის დროს ეხება იმას თუ როგორი ხარისხის იყო სუბიექტთან ანალიზი და სუპერვიზია და მერე უკვე კლინიკური პრაქტიკა. და როგორც წესი, ესე იგი მაგალითად მე როცა გავიდი მე მკითხეს ხო რამდენი წელი როდის დაიწყეთ, რამდენი ხანი გრძელდებოდა და შემდეგ დროს კითხულობენ, მაგრამ ეს დრო სხვადასხვა ხო მაგალითად Attends, je l'ai peut-être lu. იქამდე თვითონ სუბიექტი თვითონ არ დააფიქსირებს, რომ შესაძლოა კონდეს 15 წელი ანალიზი გავლილი, მაგრამ ამის გამო ავტომატურად არ გახდება. თვითონ და ჟიური მოიჭრა. ჟიურიმ შეიძლება თქვას, რომ მისი ანალიზი არ არის დასრულებული. და უნდა კიდევ დაბრუნდეს ანალიზი და კიდევ არის ესე იგი უარის თქმა და მე პროცედურა. Justement, je vais ყველაფერი ეწყდება სუბიექტის დონეს. იგი მე მაინტერესებს შემდეგი, როდესაც არ არის ფსიქოლოგიის ბაკალავრის და მაგისტრის განათლება, ასე ვთქვათ და მეზირადად მაგისტრის ორი უნივერსიტეტის, მაგრამ არა ფსიქოლოგიის. ამ შემთხვევაში კლინიკური პრაქტიკის დაწყება მაინტერესებს, როდის არის, თქვათ, რეკომენდირებული თუ ნებადართული, თქვათ, თუ მონაწილე მაგიფარებს თუ თეორიულ სწავლებას ასოციაციაში ესწრები ყველაფერს პირად ანალიზს, თქვათ, ესწრები სუპერვიზიებს, ასე შემდეგ, ანუ როდის შეიძლება რა დაიწყო კლინიკური პრაქტიკა, გულისხმობ, აუცილებლად ეს უნდა იყოს ინსტიტუციაში მუშაობით უნდა დაიწყო თუ შემიძლია დაიწყო კერძო პრაქტიკით. ამაზე როგორი რეკომენდაცია? Je pensais que tu cherchais quelque chose. Oui, mais tu voulais ce qu'elle demandait. Oui, elle dit que par exemple, ceux qui ne sont pas des psychologues cliniciens ou des psychiatres, par exemple, c'est-à-dire qui n'ont pas appris dans des universités la clinique, la psychopathologie, par exemple. Et pour devenir analyste praticienne ou même adhérente, c'est pas obligatoire pour praticienne, bien sûr, il faut avoir la pratique clinique. Alors, quand le sujet peut penser qu'il peut commencer sa pratique clinique s'il n'est diplômé comme, par exemple, historienne, philosophe ou autre, mais pas comme psychologue clinicien. Comment? Eh bien, à Espace, on a proposé, je dirais, des espaces comme ça, entre guillemets, de stage clinique. Quand il y a des candidats qui viennent d'autres filières que la psychologie ou la médecine ou la pédiatrie ou la psychiatrie, on leur propose de faire des stages en psychiatrie. Donc, on a des collègues qui sont psychiatres qui peuvent les accueillir. On peut faire des conventions de stage avec ces hôpitaux. Et puis, on organise aussi des présentations de malades adultes
et des présentations d'adolescents en visio. Et on a créé il y a plusieurs années, on avait fait un peu ce que faisait Françoise Dolto à Trousseau, c'est-à-dire une consultation où assistent des analystes en formation qui peuvent être alors, on va dire, ni psychologues, ni médecins, etc., mais qui peuvent être aussi psychologues et qui assistent aux consultations qu'on faisait avec des enfants et des parents. Et voilà, c'est-à-dire qu'il y a différents. Évidemment, quelqu'un qui a aucune. Au fond, les études de psychologie ou de médecine, on va faire des stages, mais on n'a pas vraiment non plus de pratique personnelle de l'analyse. Mais on a une connaissance. On n'est pas psychologue. Eh ben, c'est ce que je viens de dire. Il y a des à Espace et d'autres écoles, Lali aussi, mais on ne donnera pas de diplôme, offrent la possibilité aux gens qui ne sont ni psychologues ni médecins de faire des stages en psychiatrie. On va les orienter vers un service de collègue en psychiatrie de l'enfant, en psychiatrie de l'adulte, je redis ce que je viens de dire, psychiatrie, Attends, si tu me coupes quand je parle, j'arrive plus. Tu n'as pas noté ce que j'ai dit avant. J'ai noté tout ce que... Si. Oui, de faire les stages, les présentations de malades, et la consultation ouverte comme il Tout ça, j'ai noté. Et aussi un peu les autres espaces études aussi, c'est pour ceux qui... Oui. Voilà, ça, je peux parler d'espace études, bien sûr. On prend les grands textes freudiens, les grands concepts. ამიტომ სწორედ რომ ფსიქოანალიტიკური საზოგადოებები და მათ შორის ლაკანიანური ასოციაციები გულისხმობს იმას, რომ ყველა შეუძლია გახდეს ანალიტიკოსი, არ არის აუცილებელი იყოს ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი, კლინიკური პრაქტიკის გარეშე თვითონ ვერ დაიწყებს პრაქტიკას პირად და თავისი ინიციატივით, ცხადია. ამიტომ როგორც Espace Analytics, სხვა ასოციაციებს და Espace Analytics აქვს მემორანდუმები გაფორმებული სხვადასხვა ინსტიტუციებთან, ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან, მედიკო-ფსიქოლოგიურ ცენტრებთან, მათ შორის Espace-შიც ბროშურაში თქვენ ნახავთ ამ დაწესებულებების დასახელებებს და ისინი სტაჟირებაზე უშვებენ თავიანთ კანდიდატებს, სადაც ეს სტაჟი არის სუპერვიზირებული, მრავალი წელი გრძელდება და აგრეთვე არის მეორე მათი ფორმაციისთვის. ერთი არის სტაჟირება და მისი სუპერვიზია, მეორე ეს არის პაციენტის კლინიკური პრეზენტაციები და მესამე ეს არის, რაც ფრანსუაზ დოლტომ შემოიტანა, ღია კონსულტაცია, როცა 2-3 ან 4 ადამიანი ესწრება კონსულტაციას ბავშვებთან. და აგრეთვე Espace-ში მოქმედებს Espace Études, ამაზე ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, რომელიც არის ფუნდამენტური კონცეპტები, ერთის მხრივ ფსიქოანალიზის და მეორეს მხრივ ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგიის. აი ეს დისპოზიცია. სტაჟირების საფრთხე, რომელი ინსტიტუცია. თუ ეს იგულისხმება საფრანგეთში. სტაჟირებისთვის. ჩვენ ასოციაციას ოფიციალურად არ აქვს არავითარი მემორანდუმები და სხვა, მაგრამ ჩვენ წევრებს შეუძლიათ მე ხანდახან ვაძლევ რეკომენდაციას კამარაში, სხვაგან საცხენ. სამწუხაროდ უნივერსიტეტებში კლინიკური ფსიქოლოგიის ფაკულტეტებსაც არ აქვთ სავალდებულო სტაჟი. არსად არ არის წევრი. Elle a dit, est-ce que Espace Géorgienne a quelques liens avec des institutions pour le stage? მაგრამ მწვანე სახლში რა თქმა უნდა, მაგრამ მწვანე სახლში ცოტა რთული იყო აკადემიის სტაჟირების მიღება, მაგრამ ეხლა ნელა დავიწყეთ. ანუ ეს სტაჟირება, მაგრამ შეიძლება რომ თუნდაც საფრანგეთში ჩაყონ, ეს არის რაღაცა full-time, ანუ სრული წელი, თუ შეიძლება პერიოდულად იაროს სტაჟირებებზე. ახლა გააჩნიათ ჩვენი კოლეგები, et pose des questions sur les stages. Est-ce qu'on peut faire ça en Géorgie? Est-ce qu'on peut faire ça en France? Ça peut durer combien de temps? S'il parle français, il peut faire des stages en France. Oui. თუ ფრანგულად ლაპარაკობთ, შეგიძლიათ ჩვენი კოლეგები, მაგალითად, მარიამ ბიაშვილი იყო თავიდან, ნანუკა, მე მათ შორის, ელენე გავიარეთ სტაჟირება საფრანგეთში, ეხლაც მაგალითად მედია. Elles ont fait des études de psycho. მათ ასე ფსიქოლოგიაც ისწავლეს უნივერსიტეტებში, ცხადია, მაგრამ სტაჟირება ცალკე იყო. სტაჟირება ესე იგი შეიძლება იყოს უნივერსიტეტთან მიბმული საფრანგეთში ან ასოციაციასთან. მაგალითად, საერთაშორისო ლაკანიანურ ასოციაციას ლალი ალი რო ქვია, იმასაც აქვს
გარკვეული ცენტრები დამეგობრებული, რომლებთანაც agზავნიან სტაჟირებას. Et il délivre un certificat de psychothérapeute parce qu'il y avait le statut de psychothérapeute en France, mais là, ce qu'il peut appliquer, ce n'est pas la peine. ხო, და მე ამ ასოციაციებს შეუძლიათ ფსიქოთერაპიის სტატუსის გაცემა, იმიტომ რომ საფრანგეთში ახალი კანონები, 2008 ახალი 2009 წლებში, რომ ფსიქიატრიაში უნდა კონდეს სტაჟირება გავლილი და ფსიქოანალიტიკური ასოციაციების მათ შორის ესპას ანალიტიკის ფორმაცია არის აღიარებული როგორც მაშინ გამოდის, რომ მე მაგალითად ვადევანტ და ესე შესაძლებელი იქნება, ხო, ზოგადად ვთქვათ, რომ წავიდე მოკლევადი იქნას და იქ რომელიმე ფსიქიატრი დაწესებულებაში უბრალოდ ვიყავი, ვთქვათ, ორი კვირასამ, სიტყვაზე. Et dit, par exemple, dit, je suis adhérent à Espace Analytique de France. Et est-ce que je pourrais, par exemple, est-ce que j'aurais en principe la possibilité d'aller en France pour faire le stage pour 2 semaines, un mois? Est-ce que C'est pas grand-chose, 2 semaines. Oui, C'est- mais pour faire aller-retour, pour voir comment ils travaillent. Oui, mais bien sûr, elle peut le faire, mais je vois. Enfin, c'est-à-dire quand on parle des stages, c'est quand même des choses qui se produisent sur quelques mois, une année. Parce que c'est aussi la question de voir comment ça se passe, le travail d'analyse sur un work in progress. Donc c'est un peu différent. Si on, par exemple, les consultations ouvertes, on ne prend pas des gens qui viennent pour 2 semaines, ça ne sert à rien du tout. Mais par exemple, les présentations de malades d'Alain Vanier, si ça l'intéresse, elle peut s'inscrire, elle peut essayer d'y participer 2-3 fois. ანუ სტაჟირება როგორც ეს უფრო ხანგრძლივი არის, იმის რომ რაღაცა ეს კონდეს, უფრო ხანგრძლივი, უფრო განგრძობადია და მაგრამ მეორეს რომ არის მაგალითად პალენვანის კლინიკური პრეზენტაციები, იმას შეგიძლიათ რამოდენიმეს დაესწრო და თქვენთვის. Ça peut être quelquefois des stages dans un service de psychiatrie pendant 1 mois ou 2, mais pour que ça soit vraiment, on approche quelque chose de la psychose, de travailler avec la paranoïa, la mélancolie, ça me semble sur quand même au moins 6 ou 9 mois, quoi. ანუ სტაჟი შეიძლება რომ გაცნობითი იყოს ინსტიტუციური როგორ ფუნქციონირებს გეგმა, მაგრამ იმის რომ მე იმუშავებ ფსიქოთერაპევტთან უფრო 6-7 თვე მაინც უნდა იყოს სტაჟი. Alors, je pense que Didier Leroux, je ne sais plus s'il les fait ces présentations avec les adolescents et s'il les fait en visio. Ça peut... Il va venir avec son... Oui. Ça peut être discuté avec lui. შეგვიძლია აგრეთვე სტაჟირება Didier Leroux-თან, რომელიც ალბანიელი ცალკეა. Didier Leroux აკეთებს როგორ? ის იღებს კონსულტაციებს და მერე უკვე სტაჟიორებს ანახებს ამას, როგორც ჩვენთან იყო და იქნება ახლა აპრილში და რეგულარულად შეიძლება მის ჯგუფში ჩაწერა. Et pour reprendre la question des heures, le nombre d'heures de psychanalyse qu'il faut avoir effectué pour être accepté d'être analyste, je lisais, c'est Gilbert Yatkin qui redisait ça, ils ont même modifié leurs critères, parce qu'au départ, c'était la psychanalyse, c'était 5 séances par semaine, de 3/4 d'heure, au fond, pour savoir si le candidat a intériorisé le processus analytique. Alors, la SPP a quand même un peu changé ses critères, et puis, voilà. Mais il n'y a plus d'analyse didacticien. Maintenant, ils sont passés, au fond, il faut que l'analyste appartienne à l'API, pour demander à se former à la SPP, mais ils ont un peu rabaissé leurs critères parce qu'après, eux, ils admettent pour un cursus. Voilà. Ah non. Parce que c'est un peu différent. Voilà. Bon, mais on sait pas, parce qu'on ne s'est pas fondé là-dessus, au fond, parce que ce qui est intéressant, c'est repérer quelque chose du processus analytique et le moment où le candidat lui-même décide s'autorise de lui-même et de quelques autres, comme dit Lacan, et c'est-à-dire que
C'est pas le nombre d'années ou le nombre d'heures qu'on va accumuler, c'est pas parce qu'on va avoir fait 5 séances par semaine de 3/4 d'heure ou qu'on fera 2 séances par semaine avec des séances courtes, on sera plus ou moins bien analyste. ანუ C'est ჟილბერ დიატკინი, რომელსაც კატრინი იცნობს მას და ხშირად აქვთ კაცო ამ საკითხებთან დაკავშირებით, მან დაწერა ახლა წიგნი ქვია ფსიქოანალიტიკოსი, ესე ქვია, ფსიქოანალიტიკოსები. Pourquoi des psychanalystes? ქართულად რატომ ფსიქოანალიტიკოსები? კითხვის ნიშანი, ქართულად არ გამოდგება ეს წავრი. და ესე იგი, რას ლაპარაკობს ის, რომ პარიზის ფსიქოანალიტიკურმა საზოგადოებამ, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრმა საზოგადოებამ შიგნით პარიზში შეცვალეს კრიტერიუმი, მაგალითად, აღარ არის განსხვავება ანალიტიკოსსა და ტრენინგ ანალიტიკოს შორის, ხო? ვისაც მაგალითად სეანსების რაოდენობა ბევრად უფრო შემცირებულია, 4-5 სეანსი კვირაში, მინიმუმ 45 წუთის განმავლობაში გააჩნია სკოლას, ხო? რატომ? იმიტომ რომ სეანსების რაოდენობა და სეანსების თვითონ სეანსის დროის ხანგრძლივობა არ არის გარანტია იმისთვის, რომ ანალიზი იქნება საფუძვლიანი და ღრმა. არამედ ეს დამოკიდებულია იმ სუბიექტურ პროცესებზე, რომელიც ანალიტიკოსსა და პაციენტს შორის. à la SPP, ils n'acceptent pas des analystes qui ne sont pas de la SPP. Hein. Ils n'acceptent pas des analysants, enfin des futurs analystes, mais quand il y a des analysants qui veulent devenir analystes, même s'ils ont fait l'analyse avec quelqu'un de la SPP, s'ils ne sont pas psychologues ou psychiatres, ils les envoient à espace analytique. Quand ils envoient les gens qui sont candidats pour être, qui sont en analyse avec quelqu'un de la SPP, s'ils ne sont pas psychologues ou psychiatres, ils les envoient à espace analytique pour faire leur formation d'analyste. ხშირად ისე ხდება, რომ პარიზის ფსიქოანალიტიკური ასოციაცია აგზავნის კანდიდატებს espace analytique ფორმაციისთვის, მაშინ თუ ისინი არ არიან ფსიქიატრები ან ფსიქოლოგები, უფრო უჭირთ. მაგრამ ნუ პრინციპში ყველასთვის ღია არის, იქაც და იქაც. და კიდევ რა იყო? Pas de questions sur là-dedans, ça va. ზუმში ხო არ არის კითხვა? ბექა მაისურაც. დიახ, ბექა გისმენთ. გამარჯობა, საღამოშვიდობისა, მაგრამ ჩემამდე კიდე სხვამაც მოიწერა კითხვა და ალბათ ჯერ მას უნდა დავუთმო რიგი. მოიწერა კი ბატონო, ახლა ვნახავ. ჩატში. საბოლოო რა არის იმის ნიშანი იდენტიკატორი, რომ სუბიექტის ფუნქციის პროცესს აბსოლუტურად La question c'est quel est en fait l'indicateur ou on peut dire comment on peut repérer que l'analyse personnelle a eu lieu, que c'était quelque chose, le travail digne d'être, comment dire. Et dans l'un des séminaires que nous avons consacré à la question de la formation, c'était que Alain Vanier il parlait, mais Christian Hoffman aussi, sur la formation, Olivier aussi. On a dit que c'est lié avec acceptation de la castration ou... Oui, mais là on est dans... Ouais. Oui. De quoi? Et bon, de ça, de la castration. Oui, mais on ne peut pas donner comme ça un mode d'emploi de comment devenir analyste. C'est vraiment quelque chose qui se travaille à partir de son analyse personnelle. Moi, je dirais que c'est, au fond, quand on est tout à fait capable de théoriser, de problématiser son analyse personnelle. Et que, voilà, avec différentes choses, mais on ne va pas faire la liste... Non, la castration, on y est tous soumis, hein. Si on n'y est pas soumis, alors c'est autre chose. Mais je veux dire que c'est... Non, mais quand même, chez Lacan, il y a des traversées du fantasme, on parle de ça, mais bon. Oui, mais si tu veux, je pense que c'est la question de la fin de l'analyse. D'abord, c'est d'avoir mené l'analyse suffisamment loin. Ça, c'est un des critères.
Après, moi, j'ai pas justement, je pense que c'est bien de ne pas énoncer, c'est justement la question de problématiser son analyse, c'est-à-dire de pouvoir passer à la question théorique. Et donc, les questions théoriques, c'est selon certaines analyses, c'est certaines choses, selon d'autres analyses, c'est d'autres choses, tu vois. ანუ ასეთი რეცეპტი თუ როგორ უნდა გახდე ანალიტიკოსი არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს რაიმე ზოგადი კრიტერიუმები იმისთვის, რომ შეფასდეს პირადი ანალიზი, იმიტომ ეს არის სუბიექტური პროცესი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ანალიზი იყოს მაქსიმალურად შორს წასული, მაქსიმალურად შორს მიყვანილი, ესე იგი გარკვეულ მიჯნამდე. Ну, ცხადია, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ ფანტაზმის გადაკვეთა, კასტრაციის მიღება, ცხადია, მაგრამ როგორი კრიტერიუმებიც არ უნდა იყოს თეორიაში დასმული, საბოლოო ჯამში ეს არის მაინც თავარი კრიტერიუმი, თავად არის სუბიექტი და ის რომ მან შეძლო და მოახდინა საკუთარი ანალიზის პრობლემატიზაცია და მერე უკვე თეორიულ და კლინიკურ რეფლექსიაში უკვე ეს ანალიზი იღებს გადადის ანალიზი უკვე თეორიულ და კლინიკურ რეფლექსიაში და ლაკანმა თქვა ეს თარგმნამის დამავიწყდა რომ ანალიტიკოსი ავტორიზაციას ავტორიზაციას ახდენს როგორც ანალიტიკოსი საკუთარი თავის მხოლოდ თვითონ და კიდევ სხვის მიერ და კიდევ სხვა ეს არის რომ რაღაც მონომანია არის მაგრამ უპირველეს ყოვლისა თუ სუბიექტი თავად არ არის მზად არ არსებობს კრიტერიუმი რომლის მიხედვითაც ის შეძლებდა მოესმინა სხვისთვის იმიტომ რომ ხალხს აკავლილი მართლა 20 წელი ანალიზი certaines analyses vont être plus attachées à certaines questions théoriques et d'autres à d'autres questions théoriques qui vont être un peu le chemin de leur analyse aussi. ყოველი ანალიტიკოსისთვის რას ნიშნავს ანალიზის დასრულება, როცა მას ხავს პაციენტი, ზოგისთვის არის მნიშვნელოვანი აი ეს ფაქტორები, ზოგისთვის სხვა ფაქტორები და ესეც დამოკიდებულია ანალიტიკოსის ანალიზზე. როგორი ანალიზიც მან გაიარა, იმ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ხშირ შემთხვევაში თავის პაციენტებთან. ესე იგი, იმ გამოცდილების პრიზმიდან ხედავს. ამიტომაც არის, რომ ლაკანის იდეა ეს იყო, ამიტომაც იყო, რომ ეს საათებრივი საყოფილო. მაგრამ როგორც წესი, comme d'habitude, ce que j'ai repéré pendant ces années, l'analyse lacanienne, l'analyse personnelle dure longtemps. C'est long. C'est parce que dans une année ou dans deux, on peut, voilà. Il dure longtemps, bien sûr. Un an, c'est court, mais je veux dire, dure longtemps. Il n'y a pas une durée. Tout à fait. Il n'y a pas une durée déterminée. Voilà. Je dis la tendance. Si on prend la tendance, on n'achève pas son analyse personnelle dans 3 ans. Ça, c'est sûr. On peut dire ça. Ça dépend des gens. Peut-être il y a des gens qui peuvent être assez rapides. Bon, alors, პრინციპში ლაკანიანური ანალიზი და ფორმაციის პროცესი ხანგრძლივია ძალიან, ძირითად ტენდენცია ამას აჩვენებს, მაგრამ ოფიციალურად არ არის თქმული, ეს უნდა დასრულდეს 10 წელიწადში ან 3-ში ან 5-ში, მაგრამ პირობითად შეიძლება ვთქვათ, რომ ის შეიძლება გაგრძელდეს 3 წელი ან 4, მაგრამ აჩვენებს პრაქტიკა, რომ 3 წელიწადში არასდროს არ ხდება. C'est aussi la question de la fin de l'analyse, c'est-à-dire la question de mener l'analyse suffisamment loin pour arriver à ce passage, à ce travail-là. Alors, voilà. და კიდევ ესე იგი ლაპარაკი რაზე რომ ანალიზი უნდა იყოს საკმარისად შორს მიყვანილი იმისთვის რომ ეს პასაჟი ანალიზანტიდან ანალიტიკოსზე გადასვლის გახდეს შესაძლებელი. ესე იგი ანალიზი უნდა იყოს ღრმა, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი იცხოვს ანალიზი არ შედგა არის. Oui, parce Oui, il y a des analyses qui ne fonctionnent pas. Il y a le raté, il y a l'échec d'analyse. Non seulement avec ceux qui veulent devenir analystes, mais avec les patients qui viennent comme ça. C'est quelque chose qui se travaille dans son analyse. C'est pas ton analyse qui t'autorise, mais quand même, c'est quelque chose, cette question-là, du passage du moment où tu vas recevoir des patients, où tu dis je veux être analyste. Ça se travaille dans l'analyse. Et il y a des gens qui peuvent être de très bons thérapeutes, de très bons psychothérapeutes, et qui ne deviendront pas analystes. Mais ça n'empêche pas d'être des bons psychothérapeutes. ანუ ეს ანალიზის დაწყება, ანალიტიკოს ადგილის დაკავების საკითხის სუბიექტი თავის ანალიზზე თავის ანალიტიკოსთან განიხილავს, ხო?
ჩვენ ვლაპარაკეთ ჟიურიზე, კრიტერიუმებზე, შეხვედრაზე და ასე შემდეგ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს იხარშება და მწიფდება პირად ანალიზზე. და ამის შემდეგ ძალიან ბევრი არის ანალიზანტი, რომელიც ფუძნდება როგორც ფსიქოთერაპევტი და არა როგორც ფსიქოანალიტიკოსი და უფრო აქტიურად პირისპირ მუშაობს პაციენტებთან და ასე შემდეგ. Mais და ბევრი მინახავს ასე, რომ არ სურთ. il y a effectivement, tu as soulevé des questions qui peuvent être entre guillemets des critères, mais que je ne voulais pas amener, Oui, parce que je pense que ça demanderait plus Oui. de développement théorique. Oui, c'est ça. Je pense que c'est ça cette position qu'il faut, que la chute de cette position, quand on demande de l'autre et du maître les critères qu'il faut passer, les examens qu'il faut passer. C'est ça le discours universitaire, c'est-à-dire il y a Oui. le maître, il y a quelqu'un, il y a le discours, je dois être soumis à ce discours d'après les critères prescrits. Oui, alors que là, c'est vraiment quelque chose de dans le travail de l'analyse, où à un moment donné, on va s'autoriser, mais aussi l'analyste Oui. va peut-être dire, C'est peut-être vous pourquoi pouvez dans attendre un beaucoup- peu justement par rapport à cette question de la castration, du Dans fantasme. dans beaucoup des associations psychanalytiques, surtout à l'IPS que j'ai repéré, il y a des gens qui restent toujours dans la position d'un élève, c'est-à-dire toujours dans Oui. quelqu'un qui est soumis à... Oui, parce que le processus le maintient là-dedans. Oui, c'est ça. ანუ რა ხდება რომ Politiquement, là-bas. კი ვიკლები რაზე ლაპარაკობთ რომ სწორედ ის რომ სუბიექტს არ აქვს პირადი ანალიზი კარგად გავლილი ბოლომდე ეს მასში შობს მოთხოვნილებას ეძებოს მეტრი და კრიტერიუმები მაგალითად რომელიმე ინსტიტუციაში სადაც მას ეთქვიან რომ შენ ეს უნდა გააკეთო ეს და ეს ჩამბარო გამოცდა და ამის შემდეგ მე მოგცევ კურთხევას როგორც მაგალითად საუნივერსიტეტო დისკურსი ეს არის ხო და სწორედ ანალიზზე სუბიექტი თმობს ამას იმიტომ რომ ჩვენს ასოციაციაში თავიდან იყო პირდაპირ შეტევა რომ აი რა სად არის ჩარჩოს აი მაგალითად პროგრამა ჩვენ რო გვაქვს ხო აი ამ ერთ წელს რო გავივლი მე შემეძლება ამის გაკეთება მე აი 2 წელი რო გავივლი და ასე და აი ეს მოთხოვნილება სწორედ ანალიზის პირადი ანალიზი თუ ასე კარგად არის შორსასული ეს მოთხოვნილება სუბიექტს უკრება რომ ყავდეს ბატონი ასე თქვა და დაექვემდებარო სხვის დისკურსს ამიტომ ასე ბევრი ანალიტიკოსი რჩება მოსწავლის პოზიციაში სამუდამოდ რა და ამიტომ იყო რომ ლაკანმა გააკეთა ეს რომ თვით მონაწილეს ან ადერანსაც შეუძლია კოლოკვიუმი ან კონფერენციის დაორგანიზება იმიტომ რომ გამოვიდეს აქ და ხო კიდევ რაღაცა იყო რაღაცა ბეკა თქვენ გქონდათ კითხვა და მადლობა საამშვიდობისა კიდევ ერთხელ მადლობა მომხსენებელს ისეთი დახონძლული ინფორმაცია იყო საკმაოდ ჩემი კითხვა ასეთი არის უფრო მეტად ამოვდივარ ჩვენი რეალობის ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით ვიდრე ფრანგულის იმიტომ რომ რო წარმოვიდგენ რაც მომხსენებელმა აღწერა ფრანგულში ალბათ ფრანგულ რეალობაში ეს ბევრად უფრო დაალაგებული არის ასე ვთქვა და ადვილია დაინტერესებული პირისთვის რომ ეს მიყვეს მაგრამ აი მაგათად თქვენ ახსენეთ წეღან ბატონო გიგა რომ პირადი ანალიზის რაღაც ეტაპზე როდესაც ვთქვათ იგრძნობს მზაობას ანალიზანტი რომ შეუძლია ახლა თავად დაიწყოს სხვისი მოსმენა ჯერ უნდა დაიწყოს სტაჟირება რომელიმე ინსტიტუციაში მაგალითად ჩვენს რეალობაში მე ასეთი კითხვა გამიჩნდა რომ მანამ სანამ ის არა ეს აუცილებელი არ არის უბრალოდ ეს სტაჟირების საკითხი თქვენ არიყავით დარბაზში და უბრალოდ ისინი ვინც არ არიან არც ფსიქოლოგები არც ფსიქიატრები და ვისაც კლინიკური ფსიქოლოგი არსად აქვთ ნასწავლი ისინი როდის შეიძლება რომ მათ ჰქონდეთ კლინიკური პრაქტიკა ინსტიტუციონალური თუნდაც გასაგებია ჩემი კითხვა მიემართება იმას მაგალითად აი ამ ვთქვათ და ამოყო თავი რომელიმე ინსტიტუციაში სადაც საიდანაც მე მასალა უნდა მიიტანოს სუპერვიზიისთვის და ეს არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მაგრამ თუ ეს ინსტიტუცია იდეოლოგიურად ან თუ პირველ რიგში ეს ინსტიტუცია გთხოვს რაღაცას რომ დაგასაქმოს რაღაც უნდა მიიტანო და ეს რაღაც ჩვენს რეალობაში ან არის CBT ან გეშტალტი ან ჩემ აქ ვიბნევი რომ ესე იგი ის რითაც დაკავდება იმ ინსტიტუციაში თუ მიიღეს იქნება ეს ფსიქოანალიზი თუ ვთქვათ ისინი ამას მიიღებენ უკვე იმის ცოდნით რომ ეს ფსიქოანალიტიკური ვთქვათ ფორმაციიდან მოდის და ეს სრულიად საკმარისია არ ვიცი რამდენად კარგად დავსვი ჩამოვაყალიბე ჩემი კითხვა ანუ
il parle de la problématique géorgienne, parce que on a parlé du stage, on a parlé de l'expérience clinique pour après passer à la pratique analytique ou à la pratique personnelle chez les patients. Et dans des institutions, il y a le problème parce que est-ce qu'on va apprendre en institution la clinique, ce qu'on a besoin, le cadre des institutions en Géorgie, il y a le bordel, c'est-à-dire Il y a des est-ce que patients. ah, Il y a il y a le bordel, mais il y a des patients. Je veux dire, ouais. tu as Ouais, c'est des ça ce que enfants je dis. psychotiques, des adultes. Je veux dire, voilà, c'est aussi scoltiner la réalité géorgienne. ვიცით რა, მე რო გიპასუხოთ ახლა, იმიტომ რომ თავისუფალი დისკუსია მარტო არ თარგმნი დღეს. კატრინის პასუხია რომ როგორი ინსტიტუციაც არ უნდა იყოს. მაგალითად საქართველოში, ხო? როგორი ჩარჩოც არ უნდა ქონდეს და ხშირ შემთხვევაში არ აქვს ეს ჩარჩო. პაციენტი ყველგან პაციენტია, ესე იგი კლინიკური გამოცდილება პაციენტთან ურთიერთობით მიღებული, ყველგან კლინიკურ გამოცდილებად შეიძლება ჩაითვალოს. თუ კი, ნუ სუპერვიზებული იქნება უფრო ნორმალურად. მეორე მხრივ, Heureusement qu'il y a des gens courageux qui vont dans les institutions, qui vont qui vont travailler dans les ouais. institutions. Je trouve que c'est très important. ხო, და მეორე მხრივ, რა მინდოდა მეთქვა, რაც შეეხება იმას თუ რა კრიტერიუმებით იღებენ ქართულ ინსტიტუციებში, არ ვიცი, მაგალითად, არ ვიცი, ვინმე ეს ქართული ფსიქოანალიტიკური ინსტიტუტიდან თუ წასულა რომელიმე ინსტიტუციაში სტაჟირებაზე და მიუღია უარი ან კი ან არა. ხო. შეიძლება ვისვათოთ სტაჟირების გატარება. და დაახლოებით 300 საათი 350-დან 400. ახლა ჩვენი კოლეგა ამბობს, რომ მაგალითად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფასიანი სტაჟირებაც არსებობს საქართველოში და არ არის მიღების კრიტერიუმები არ არსებობს. ესე იგი, არ არის მოთხოვნა, რომ აუცილებლად უნდა იყოს CBT სპეციალისტი, როგორც ახლა ეძახიან CBT-შნიკი. შეიძლება ასევე ნებისმიერი კრიზისულ ცენტრებში ეს კოლეგამ კარნახობს და იმას პრაქტიკა გაიაროს. ანუ კრიზისულ ცენტრებში გაიაროს პრაქტიკა ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ან ესე იგი სათემო მომსახურების ფსიქიატრიაში და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ნუ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ზუსტად უნივერსიტეტის წოდავს ყველაზე მეტად ამ მიმართულებით, იმიტომ რომ არავითარ სტაჟირებას არ უზრუნველყოფს. რაც შეეხება უნივერსიტეტში არსად? არის ხოლმე. არის? კი. არ არის არა. ვუშლი ვინმეს, აი მაგალითად მე რა ფაკულტეტის დავამთავრე, იქ მისაღებადაც 2 წლიანი გამოცდილება იყო საჭირო და შემდეგ თვითონ ფაკულტეტზე იყო სხვადასხვა დაწესებულებებში სტაჟირება, ეს იყო GCRT. მაგრამ როგორც აუცილებელი იმისთვის რომ დიპლომი მიიღო? კი, აუცილებელი იყო ეს რომ მიიღო დიპლომი. ანუ ყოფილა ესე ილიასში ალბათ, ხო? კი, ეს იყო ფსიქოტრაუმატოლოგიის ფაკულტეტი. ილიასში არის სტაჟირება ახლა აუცილებელი. კიდევ გიგა და ამაზეც გავაზიარებ. რატო არც ერთი არავინ არ თავს რო ლაპარაკობთ იმას კამერას? ბოდიში რო ვერ ვთავ კამერას. შენ გვაძლევდი სუპერვიზიას, მე როდესაც მუშაობდი კრიზისული ინტერვენციის ცენტრში და აი კრიზისული ინტერვენციის ცენტრში როცა მე მუშაობდი, იმ პერიოდში სუპერვიზიას გვიწევდი შენ როცა გთხოვე. აი მანდ მაგალითად მე ჩემი მუშაობა ფსიქოანალიტიკურ დისკურსს ეფუძნებოდა და ამაში არ ვიყავი მე შეზღუდული ამ ნაწილში. ანუ კეთი რაც ამბობს მაგალითად რომ კეთი კერსელი და ჩვენი კოლეგა მწვანე სახლიდან და ასოციაციიდან რომ ის მუშაობდა კრიზისული ინტერვენციის ცენტრში აქ ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მე სუპერვიზიებს ვაკეთებდი ჯგუფის და კეთი ამ კრიზისული ინტერვენციის ცენტრში მუშაობდა ფსიქოანალიტიკური, ასე ვთქვათ, პრიზმიდან, ფსიქოდინამიკურ მიდგომებით. და მას ესე იგი ხელი არ შეშლია ინსტიტუციაში არ უცნობთ იმისთვის რომ Katie, elle dit que par exemple elle travaille dans une centre psychiatrique où je faisais des supervisions de groupe et elle avait la vision psychanalytique et le point de vue et elle n'était pas empêchée
d'avoir cette pensée psychanalytique dans ces institutions. C'est-à-dire, on est libre. Et puis tu peux aller faire des stages ou travailler dans des institutions psychiatriques où il n'y a pas la place de la psychanalyse, mais il y a les patients. C'est ça qui est aussi formateur. C'est de voir des patients psychotiques et mélancoliques. Et voilà, c'est pas là qu'on apprendra la psychanalyse, mais on a une rencontre avec la souffrance psychique. Oui. შენ შეიძლება იყო ფსიქოანალიტიკურ ფორმაციაში ასოციაციაში და გაიარო სტაჟირება ისეთ ინსტიტუციაში, რომელიც ფსიქოანალიზს არ ცნობს ან არ მუშაობს ამ მეთოდით, მაგრამ მთავარი რა არის ამ ინსტიტუციებში სტაჟირების დროს, რომ შენ გაქვს შეხვედრა და შეხება პაციენტებთან, ფსიქოტიკ პაციენტებთან, მელანქოლიურ, ფსიქოზის მქონე და ასე შემდეგ. ანუ ეს მაინც არის როგორც მინიმუმ. ნუ ცხადია სტაჟირებას თუ გადიხარ, ესპას ანალიტიკს იმ ინსტიტუციებთან აქვს გაფორმებული მემორანდუმები, რომლებშიც ფსიქოანალიტიკოსები მუშაობენ. ნუ იდეალურ შემთხვევაში ეს კარგია. Par exemple, l'espace analytique travaille avec des lieux de soins psychiques où il y a beaucoup d'analystes, où sont des gens. Oui, mais il y a des endroits où il n'y a pas de psychanalyste non plus, et il y a des choses épouvantables aussi. Et puis il y a des gens qui sont en prison aussi, qui souffrent, comme ici. Enfin, c'est plutôt quand on parlait de ces stages, c'est pas pour faire une formation d'analyste, c'est pour avoir rencontré des patients qui souffrent. Et puis après, on va travailler ailleurs la question d'une approche autre que l'approche psychiatrique ou l'approche comportementaliste. Mais en tous les cas, c'est quand même une rencontre avec des patients qui sont schizophrènes, qui sont paranoïaques. საფრანგეთში არის ინსტიტუციები, რომლებიც ეფუძნებიან ფსიქოანალიზს და არის ძალიან ბევრი ინსტიტუცია, რომელიც არა და ძალიან ბევრი ინსტიტუციაში ძალიან ბევრი გაურკვევლობა, ესე იგი, რა ქვია ამას, ტრიალებს ბევრი პრობლემა არის. ნუ ფსიქური სექტორი, ფსიქიატრის ძალიან რთული მდგომარეობა შეიკაც და ნუ მაგრამ არა ისე როგორც და შეიძლება გაიაროს სტაჟირება, ყველგან შეიძლება კლინიკური პრაქტიკის მიღება. C'est une autre question, mais c'est important de pouvoir aller dans les institutions. Bon. Peut-être quelqu'un a encore une question. Tu as qui devrait me mettre quelque chose, tu as quelque chose d'assaut. Cargit. Et c'est qui d'assaut? Qu'est-ce qu'il disait le monsieur? Il disait. Qu'est-ce qu'il disait le monsieur qui est intervenu avant? Il disait que peut-être il y a des institutions où la psychanalyse n'est pas acceptée, où ils ne connaissent pas qu'est-ce que c'est la psychanalyse. Bien sûr, ben oui, évidemment. Et de plus en plus. რომელსაც არ აქტივდება ბაკალავრის დიპლომი არ აქვს თბილისში ან ფსიქოლოგიაში. ანუ მე მაინტერესებს ეგეთი რაღაც, რომ ასოციაციაში მაგალითად 5-6 წლიანი აქტივობის, ანუ სრულად გავლის შემდეგ შეიძლება გაცილებით ნიშრომა ჩაიგოს, გაცილებით ცოდნა დაგროვდეს, ვიდრე მაგალითად ილიას უნივერსიტეტში. და ანუ რატომ უნდა იყოს და ძალიან დიდი შრომა და ფასი ჩავდო ამაში, რომ და რატომ უნდა იყოს უპირატესი, ანუ ამ შემთხვევაში რომ ვიღაცა დიპლომი დაიწყებს კლინიკურ პრაქტიკას და მე არ მაქვს დიპლომი და ევიწყებ. და ეს ტრანსფერი, რომ გადმოვიდე ანალიზში, გაცილებით რთული გზა არის ამ ხალხისთვის, უბრალოდ ჩემთვის. და ეხლა მე თუ მაგალითად ჩავაბარებ პირობით და ავიღებ ერთწლიან დიპლომს და რომელიც უკანაც არ დგას დიდი ცოდნა და ეხლა განათლების რეფორმა გველოდება, ღმერთმა უწევს რაც უძამენ ამ ილიას უნივერსიტეტს და შეიძლება საერთოდ ფსიქოლოგიის ქალაქი აღარ იყოს თბილისი. იყოს მესტია და მესტიაში ვერ წავალ სასწავლებლად. ხო, მაგრამ ეს კითხვა, კი ბატონო, მესტის ეს კითხვა, მაგრამ არის ფაქტიურად ანუ ჩვენს თავს ვეწინააღმდეგებით. სწორედ ამიტომ იმ ქვეყნებში სადაც რეგულირებულია ითხოვენ მაგისტრატურას მაინც და სტაჟირებას ფსიქიატრიაში. ან ვალიდაციას გადიან ასოციაციის ხაზითაც საფრანგეთშიც, მაგრამ ჩვენ როდესაც ვითხოვთ
კრიტერიუმების შემოტანას ჩვენ ამით ჩვენს თავს ვეძინააღმდეგებით. ესე იგი, ჩვენ რომ ვამბობთ, რომ აი მოდი, რატომ უნდა ჩვენ არ ვართ ვინც ამბობს, რატომ არის ის რომ იღებს პაციენტებს და არა სხვა და სწორედ იმიტომ რომ მას არ აქვს მაგისტრის დიპლომი და რატო იღებს ის პაციენტებს? ამიტომ საფრანგეთში ასოციაციური სწავლება შეცდომით. Pourquoi il ne faut pas parce que soit on demande le diplôme d'un psychologue clinicien pour travailler dans des institutions. Elle a dit que les gens dans des associations psychanalytiques font le travail beaucoup plus élaboré, beaucoup plus long et même beaucoup plus difficile qu'on peut faire au niveau du programme de master pendant 2 ou 3 semestres. Elle dit qu'il faut que les gens de l'association soient acceptés. Mais je peux constater qu'ils sont acceptés en général. Mais accepter où ça? Non, je comprends pas. Acceptés dans des institutions pour travailler ou avoir le droit de recevoir les patients. Oui, mais s'ils ne sont pas psychologues ou psychiatres, ça c'est une question de loi, ça c'est pas la question de la formation. Et puis non, c'est compliqué comme question, ça demanderait un grand débat, mais je crois que la psychanalyse à un moment a eu une grande place au sein de la psychiatrie, en tous les cas, à partir de Freud, Vienne, en Allemagne, en France, en Angleterre. Et maintenant, il y a une espèce de retour en arrière où il y a beaucoup moins de références à la psychanalyse, mais ça n'empêche pas qu'on continue. Voilà, je veux dire, la psychanalyse n'a plus la même place qu'avant, et je pense que c'est pas... ეს კანონმდებლობის საკითხია და ისმის თუ როგორ არის რეგულირებული სხვა ქვეყანაში, ხო? მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამაზე ჩვენ ბევრი ვიმჟელეთ ერთ პერიოდი რა, რომ ესე იგი მინიმალური უნდა იყოს კრიტერიუმები იმის, რომ როგორც საფრანგეთის სხვა შორის და არის ევროპის უმრავლეს ქვეყანაში არ არის რეგულირებული კანონი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. რატო არ არის რეგულირებული ესეთი რთული საკითხია შესწავლილი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამაზე ცალკე სემინარი გავაკეთოთ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არ იყოს რეგულირებული. თუ იქნება რეგულირებული. ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი ინტელექტუალი, ძალიან ბევრი ერუდიტი, ძალიან სუპერფორმირებული ადამიანები გამოირიცხებიან საქმიდან. ამიტომ ჩვენ რო Facebook-ზე პოსტავთ, რომ ვაიმე, როგორ ყველას კლინიკური პრაქტიკა აქვს, ჩვენ თავს ვუწყობთ. ეს მაგას. ჩემი ის არა, რასაც მოგისმენთ არის ის, რომ ეს ამ პროცესში, ინფორმაციის პროცესში გავდივართ, ამ ხანგრძლივობაზე არ ვსაუბარი, 5 წელი, 10 წელი, რამდენი წელი, უბრალოდ ვიცოდე, რომ ეს სად ვარ ამ 10 წლის შემდეგ, რომ აუცილებლად არ ითვალე მოთხოვნილი ეს უნივერსიტეტის ასოციაციაში არა, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ არც ერთ ამ ეტაპზე ასოციაციური სწავლების არ არის უნივერსიტეტის დიპლომი მოთხოვნილი. არც ერთ სხვა, არც ლაკანიანო, არც არალაკანიანო ასოციაციაში. Elle dit qu'elle parle encore une fois du diplôme universitaire et le passage, en quel moment on peut commencer à recevoir les patients, par exemple. Mais ça n'a rien à voir avec un diplôme universitaire. Non, mais heureusement, როდის უნდა მიიღო პაციენტები, ამას არ აქვს უნივერსიტეტის დიპლომთან, რომ შეიძლება უნივერსიტეტის დიპლომი ჰქონდეს და არ იქნება მზადებული. Recevoir des patients comme psychologue ou comme psychothérapeute, recevoir des patients comme psychanalyste, ça demande une autre formation. C'est pas la même chose. ერთი და იგივე არ არის, რომ პაციენტებს იღებდა როგორც ფსიქოლოგი, კონსულტაციებს აკეთებდა მაგალითად, როგორც ფსიქოთერაპევტი და როგორც ფსიქოანალიტიკოსი. ეს არის სამი განსხვავებული. როცა კითხულობთ, რომ როდის უნდა დავიწყო პაციენტის მიღება, როგორც ვინ, როგორც ფსიქოლოგმა, ალბათ მაშინ როცა გაქვთ უნივერსიტეტის დიპლომი, როგორც ფსიქოთერაპევტმა, ალბათ მაშინ როცა ასოციაციაში ხართ მომზადებული და როგორც ფსიქოანალიტიკოსმა, როცა გავლილი გაქვთ, რაზეც ვილაპარაკეთ. თუ შეიძლება ადამიანის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობა არის ამ გასაუბრებაზე ფრანგულად გასაუბრება. არა, ბევრს ჰქონდა რომ ინგლისურად, იქ პირდაპირ შემიძლია იყოს. La pratica pour devenir adhérent, est-ce qu'il faut quand même faire des entretiens en français? Je dis en anglais, est possible aussi. Adhérent en France. Ah, Espace Analytique. France. France. Ah oui, en anglais, c'est possible. En géorgien et Giga et M. Chalva-Malina. Et pour devenir adhérent à Espace Analytique, il faut avoir obligatoirement la pratique clinique. Non,
Non, il y a deux façons d'être adhérent. Adhérent, ça peut être aussi, on avait créé ça, c'était les gens qui avaient une pratique affine, qui étaient proches de la psychanalyse. Ça pouvait être des architectes intéressés par la psychanalyse, ça peut être des pédagogues, ça peut être... Mais maintenant, on a un peu resserré les choses. Ce sont des gens qui sont en formation analytique, c'est-à-dire ils ont commencé l'analyse et parfois ils ont juste le début, ils ont entamé dans leur analyse le passage pour être analyste et ils commencent à avoir des patients ou ils vont commencer à avoir des patients et ils demandent à être adhérents. Et donc, c'est un peu l'évaluation de leur parcours analytique qui fait qu'on va dire oui, c'est bien. ანუ თავიდან ეს საკითხი ასოცირებული წევრის ადეღან იყო უფრო უფრო ღია, რომ საკმარისი იყო რომ ადამიანი ყოფილიყო დაინტერესებული ფსიქოანალიზით, ინტელექტუალურადაც მონაწილეობა მიიღო ამაში ასოციაციაში, როგორც ფსიქოანალიზის ბევრი ასე ხო, ჩვენთან ლიტერატურის სპეციალისტი მაგალითად დაათო შერგელაშვილი ბევრი არის ხო, რომელცა და არ იყო აუცილებელი პრაქტიკა. პრაქტიკა საერთოდ არ არის აუცილებელი ასოცირებული წევრობისთვის. მაგრამ ეხლა ეს ფასანალიტიკში აუცილებელია რომ სუბიექტს ჰქონდეს დაწყებული პირადი ანალიზი, რო გახდეს ასოცირებული წევრი, ადეღო პირადი ანალიზი და ან უკვე ჰქონდეს პრაქტიკა ან ინსტიტუციაში, ან როგორც ფსიქოლოგს, რა ვიცი, ან აპირებდეს დაწყებას მომავალში. ანუ ასეთ შემთხვევაში უკვე როგორც კატრინა თქვა, ბოლო წლებში ასოციაცია მიიღო ესეთი წესი, რომ ასოცირებული წევრი იმდენად არის ასოცირებული, რამდენად მას უნდა რომ გახდეს ანალიტიკოსი და იმდენად რამდენად ის არის უკვე ანალიზზე. და აპირებს პრაქტიკას, ან შეიძლება კონდეს პრაქტიკა. C'est aussi la question de son désir. და მაგალითად ეს ნიშნავენია სურვილი, რა შემდგომარეობს სურვილი, რატომ გინდა და რამ მიგიყვანა აქამდე მაგალითად, ხო? თვითონ ანალიზის საკითხია, რომ რატომ დაიწყე ანალიზი და ანალიზში სუბიექტი parce qu'on travaille aussi en analyse, le désir d'analyse, en quoi ça compte, pourquoi ça compte. ლაკანის როცა ვიკითხეთ ფორმაციაზე კრიტერიუმები როგორ არ არის, მაგრამ ისე სუბიექტური. ლაკანის კონცეფცია ცნება ესეთი ანალიტიკოსის სურვილი. ან კანდიდატი საკუთარ ანალიზზე ამუშავებს საკითხს, რატომ უნდა მას, რომ ეს არ არის ესეთი პროფესია, რატომ გინდა შენ რომ გახდე ანალიტიკოსი, რამ მიგიყვანა აქამდე შენი პიროვნული ისტორიით. ну როგორც წესი დაკავშირებულია სწორედ რაღაც პიროვნულთან. ანუ ამ პროფესიაში ადამიანები არ მოდიან იმიტომ რომ კარგად იშოვება ფული ან მერეში დაგაწინაურებენ ან რაღაცა გაჩუქებენ. C'est-à-dire que on travaille dans l'analyse personnelle, la question du désir d'analyste aussi. Pourquoi tu veux quand même d'être là et d'être analyste? C'est toujours quelque chose de personnel. C'est un peu fou. Oui, ça veut dire qu'il y a quelque chose de problématique personnel. On ne vient pas en analyse, et on ne veut pas devenir analyste parce que c'est la profession populaire. Ou... Il y a des gens qui viennent comme ça, ils disent oh, nous m'intéressons, mais ça ne dure pas. J'ai rencontré des gens qui à la retraite se disent ah ben je pourrais bien être analyste, maintenant que j'ai fait ce travail, recevoir quelques patients parce qu'ils ont fait une analyse, comme ça ils se font un petit peu de sous. იმიტომ რომ მაგალითად ადამიანები მოდიან ხანდახან ანალიზზე, ამბობენ რომ აი როგორ პოპულარული მაინტერესებს, იქ მეც გავხდე, დავფიქრე, მაგრამ როცა ესეთი მხოლოდ ინტელექტუალური ინტერესია და რაღაცა, ეს ანალიზი ხანდახან სამი კვირა გრძელდება და მაგრამ როცა ადამიანი რჩება ანალიზზე და ამ პროცესს გადის, ესე იგი autrefois, par exemple, la première génération des analystes pensait que le deuxième, surtout que si quelqu'un a fait son analyse, il est déjà analyste. Oui, mais ça, c'était le tout début, autour de Freud. Et puis non, peut-être tout le monde ne devenait pas analyste quand même. კარგი, დავასრულოთ. მადლობელი ვარ კიდევ ერთხელ თქვენი დიდი მადლობა თქვენ. მადლობა ძალიან დიდი. En tous les cas, c'est bien courageux de devenir analyste. Quand même. Parce que c'est dans les pays, c'est pas facile. Oui. Alors, c'est pas